მშვიდობისა მოგესალმებით. დღეს 2 ოქტომბერია, ხუთშაბათი, ზუსტად 9:30 და დილის დალღა თქვენთვის იწყებს მუშაობას. დღევანდელ გადაცემას წავიყვან მე ანა შამოუც და დემეტრე ზოიძე. დილომშვიდობისა დემ. დილომშვიდობის ანა, მოკლედ, როდესაც ქუდის მუსიკა უკვე გადის, ცოცხლდები, ენერგია მემატება და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავხდი ბეკას. მეც ვეთქვი ბეკას მადლობას, იმიტომ რომ ბეკა ჯანოაშვილია ჩვენი ახალი მუსიკის ავტორი. კი. მოკლედ, მომდევნო 2 საათი ჩვენთან ერთად უნდა გაატაროთ, როგორც ანამ აღნიშნა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის დალღას, ჩვენი კოლეგები შემოგვიერთდებიან საინტერესო ჩართვებით, გვეყოლება საინტერესო სტუმრები, ასევე იქნება დიდი დოზით სპორტი, ლილიანა საითაძე გამოხმნებელ ვარჯიშებს დაიწყებს, და ჯიჯი კი ისაუბრებს. ხო, და როგორც წესი ჯიჯი არ გვაჩვენებს, ჯიჯი საუბრობს სპორტზე. კი, მოკლედ, ვნახოთ მოკლე ანონსი, თუ რას ნახავს დღევანდელი ეთერში ჩვენი მაყურებელი და მალე დავბრუნდებით. დავბრუნდებით. დღეს 2 ოქტომბერს დილის ტალღის ეთერიდან გიამბობთ რა ხდება ფინანსურ სამყაროში. გაგაცნობთ აქციების ფასებსა და კრიპტოვალუტების გაცვლით კურსს. სიარული თუ სირბილი, რომელი უფრო სასარგებლოა კილოგრამების წვაში, ფიტნეს რუბრიკიდან გაიგებთ. მსოფლიოს ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ქალები ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ. ჩინეთმა კი არქტიკის ყინულის მიღმა წყალქვეშა აპარატით ადამიანები პირველად გაგზავნა. დეტალები ვებ სიახლეებში. გაგიზიარებთ გულსართიანი ლავაშის როლის რეცეპტს რუბრიკაში შენი კერძი. გადაცემის მეორე ნაწილში დაელოდეთ დილის ტალღის მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს და გაიგეთ 2 ოქტომბრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. ჩვენი ჩართვიდან ნახავთ როგორ ემზადებიან სკოლები მასწავლებელთა მსოფლიო დღის აღსანიშნად. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. რუბრიკაში მეზღვაურის დღიური გაგაცნობთ რამაზ ბეჟანიძეს, რომელიც 39 წელია, ნავსადგურის ელექტრომექანიკოსია. პირველი ქართული სახელმძღვანელო ნეიროქირურგიის შესახებ და რა გამოწვევების და სირთულეების წინაშე დგას მედიცინის ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და პასუხისმგებლობებით სავსე დარგი. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ. გადაცემის მესამე ნაწილში სტუდიაში მომღერალ ნატო ღოღობერიძესთან ერთად დავბრუნდებით და ვისაუბრებთ წარმატების სიმღერაზე, საერთაშორისო კონკურსზე მიღებულ აღიარებასა და სამომავლო გეგმებზე. გადაცემას კი მუსიკალური ნომრით დავასრულებთ. და სანამ ჩვენი მაყურებელი სახლიდან გარეთ გავა, აუცილებელია გავიგოთ თუ როგორი ამინდი შენარჩუნდება სრულიად საქართველოში 2 ოქტომბერს, რომ შესაბამისად შევიმოსოთ და გავიდეთ გარეთ. გავიგოთ ამინდის პროგნოზი. დღეს ბათუმში ცოტა ღრუბლიანი ამინდი იყო, დილით რომ გამოვედი და 21 გრადუსი სითბო იქნება დღის ტემპერატურა. ქობულეთში 20 გრადუსი, ქედაში 21, შუახევში 20 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ხულოში 18, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე 14 გრადუსი სითბო ანავარაუდდება. ოზურგეთში 21 გრადუსი სითბო, ურეკშიც 22, ლანჩხუთში 23 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ჩოხატაურში 22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ბახმაროში 11 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ფოთში 22 გრადუსი, ანაკლიაში 24, სოხუმში 22, ზუგდიდში 22 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. კოპიტნარსა და ქუთაისში 24 გრადუსამდე გათბება ჰაერი, საირმეში კი 17 გრადუსი სითბო ანავარაუდდება. მესტია 16 გრადუსი, ბორჯომი 20, ბაკურიანი 14, ხოლო აბასთუმანში 18 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ახალციხეში 20 გრადუსამდე გათბება ჰაერი, გორში 18 გრადუსი იქნება, ცხინვალში 17, თელავში კი 15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. და ვნახოთ დედაქალაქში. როგორია დღის ტემპერატურა და თბილისში დღეს 16 გრადუსი სითბო იქნება, დღის მაქსიმალური ტემპერატურა და რუბლიან ამინდს უჩვენებს ტრადიციულად, უფრო დეტალურად. მთელი საქართველოს მასშტაბით როგორი ამინდი იქნება, ამას ბუნებრივია ცოტა მოგვიანებით ჩვენი სინოპტიკოსი კობა ფარტენაძე გვამცნობს. კი, ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და ეხლა დღის კურსის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში, უნდა გავიგოთ როგორია ვალუტის ოფიციალური კურსი დღეს და რამდენიმე წამში. გეტყვით
2 ოქტომბრის ვალუტის ოფიციალურ კურსს. 2 ოქტომბრის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 72 თეთრი ღირს. 1 ევროს დღეს 3 ლარად და 19 თეთრად შეიძენთ. დღევანდელი მონაცემებით ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 66 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 6 თეთრი. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, გადავხედოთ ერთად, 1 ბიტკოინის ღირებულება 311.400 ლარს შეადგენს. 1 ეთერიუმს 11.229 ლარად შეიძენთ, 1 BNB კი დღეს 2748 ლარი ეღირება. აქვე გადავხედოთ და გადავალოთ თვალი ოქროს ფასს და გეტყვით, რომ დღეს 1 გრამ ოქროს 338 ლარად და 53 თეთრად შეიძენთ. ახლა კი დრო მინდა დაუთმო საწვავის ფასს და გადავხედოთ ერთად დღეს სუპერი 3 ლარი და 14 თეთრი ეღირება, პრემიუმი 2 ლარი და 94 თეთრი, რეგულარი 2 ლარი და 97 თეთრი, დიზელი 2 ლარი და 74 თეთრი და ევრო დიზელი 2 ლარი და 89 თეთრი. დავიწყოთ დილა ახალი ციფრები. სწორედ რომ ასეთი იყო დღევანდელი ვალუტის ოფიციალური კურსი. მოკლედ ანა, ეხლა დილა უნდა დავიწყოთ ჯანსაღად, ენერგიულად, უნდა გავაგრძელოთ გადაცემა, ბუნებრივია და ჩვენი კოლეგა. მე ვერა და ვერ მივახციე, არა და ძალიან მინდა რომ ყოველდღიურ რეჟიმში ეს ჩემი ცხოვრების რითმი იყოს და ჩემი ცხოვრების სტილი რომ ვარჯიში დავიწყო დილა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის და ამისთვის არსებობს სწორედ ლილიანა თავისი რუბრიკით და თუ დღეს რა შემოგთავაზებთ, ეს უკვე შემგითხარ. კი, ნამდვილად, დღევანდელ სწრაფ სამყაროში, სადაც დროის დეფიციტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ჯანმრთელობის შენარჩუნება უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მაგრამ როცა საუბარია ფიზიკურ აქტივობაზე, ხშირად ჩნდება კითხვა, რა სჯობს, სირბილი თუ სიარული. ერთი მხრივ სირბილი უფრო ინტენსიური ვარჯიშია, რომელიც სწრაფად წვავს კალორიებს და აძლიერებს გულ-სიცარხვთა სისტემას. მეორე მხრივ კი სიარული ნაკლებად აზიანებს სახსრებს. შედარებით უსაფრთხო და თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია. გთავაზობთ რეპორტაჟს, სადაც გავარკვევთ, რომელია უკეთესი თქვენთვის. სასტორზე ვუყურებ 1-2 კილო დავიკელე. რეალურად ამ დროს ჩვენ ცხიმს არ ვიკლებთ. სირბილი წვავს მეტ კალორიას, ხოლო სიარული წვავს მეტ ცხიმს. სირბილის დროს ლაპარაკი გვაკარგვინებს თუ არა ზედმეტ ენერგიას. იმით წელის კუნთებს რომ მოძრაობ. ეს იდაყვის სახსარში ტრიალოს. წელიც უნდა იყოს შემზადებული. მე ჩამოდიხარ. ხშირად გვესმის ერთი და იგივე კითხვა: სირბილი თუ სიარული? რომელია ეფექტური ზედმეტი ცხიმის წვისთვის? და ზოგადად შეიძლება თუ არა რომ სიარულით დავიკლოთ ზედმეტი კილოგრამები? ამ თემებზე უფრო ვრცლად პერსონალურ ტრენერთან და პროფესიონალ სპორტსმენთან როლანდ პლუსნიკოვთან ერთად ვისაუბრებთ. როლანდ, მოგესალმებით ჯილომშვიდობისა. როლანდ, სირბილი თუ სიარული? რომელი არის ეფექტური? როგორი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ სირბენს და რაც უფრო მეტად დაიხარჯება, მით უფრო მეტ ცხიმს დაწვავს, მაგრამ ეგრე არ არის სინამდვილეში. სიარულის მეშვეობით, განსაკუთრებით თუ ადამიანი დადის აღმართზე, ესეთი ნელი დიდხნიანი მოძრაობა ცხიმის წვისთვის გაცილებით უკეთესია, ვიდრე სირბილი. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ გვაქვს ჭარბი წონა, ჩვენ გვინდა რომ გავაკროთ ცხიმის მასა და არ დავკარგოთ წყალი და კუნთოვანი მასა. სამამისად, მისთვის მეტად მნიშვნელოვანია გქონდეს კალორიული დეფიციტი და ასევე მსუბუქი კარდიოვარჯიშები აკეთოს, მაგალითად როგორიც არის სწრაფი სიარული, აღმართზე სიარული და ასე შემდეგ. ცხიმის წვა და კალორიების წვა არის სხვადასხვა რამ, რაც ხშირად ერთმანეთში გვერდება და ვაიგივებთ ერთმანეთთან. გონია, რომ ცხიმი და კალორია არის ერთი და იგივე. რა განსხვავებაა მათ შორის უთხრათ, იმიტომ რომ დასაწყისში ვახსენეთ, სირბილი წვავს მეტ კალორიას, ხოლო სიარული წვავს მეტ ცხიმს. რა განსხვავებაა კალორიას და ცხიმს შორის? კალორია არის უშუალოდ ჩვენი ენერგია რა. კალორიებს ვიღებთ საკვებიდან და გვაქვს შესაბამისი ენერგია, რომ რაღაც შესაბამისი აქტივობა განვახორციელოთ რა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვწვავთ ამ კალორიებს, ვწვავთ ასევე ცხიმსაც, მაგრამ გარკვეული პროცენტული რაოდენობით იწვება ცხიმი. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ დავარბივართ რაიმე ფიზიკურ აქტივობას ვაკეთებთ და ძალიან ოფლიანები ვართ, გონია რომ აი მე სასტორზე ვუყურებ 1-2 კილო დავიკელე რაღაცა და
ამდენი ცხიმი დავიგელიო. რეალურად ამ დროს ჩვენ ცხიმს არ ვიკლებთ. ამ დროს კარგავთ წყალს და ასევე რაც ამდა ჩვენ თვის სამწუხარო ჟღერდეს, კარგავთ კუნთის მასას. ხოლო ცხიმის წვა უკვე შედარებით სხვა პროცესია რა. კონკრეტულად, როდესაც ჩვენ გვაქვს ეს მიზანი, ცხიმის წვა, ჩვენი სავარჯიშო პროგრამაც ამ შემთხვევაში შეგვიძლია ეგრეთ ვთქვათ რა, სავარჯიშო პროგრამა ძირითადად არის გადასული ცხიმის წვის პროცესზე და ერთ-ერთი შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია ამის შეიძლება ვთქვათ საშუალოზე მაღალ ტემპში სიარული. სასურველია თუ ბივლით აღმართზე რა. და ამ შემთხვევაში ჩვენი გულის ცემა და ჩვენი პულსი მუშაობს ისე, რომ უმეტესწილად ჩვენი კალორიების წვა და ჩვენი მოძრაობა მიმდინარეობს ისე, რომ ჩვენ ვიკლებთ ცხიმს. ამ დროს შესაძლოა ჩვენ სასწორზე ეგრევე იმ შედეგებს ვერ ვხედავთ, როგორც სირბილისა და მძიმე კარდიო ვარჯიშების შემდეგ, თუმცა დროთა განმავლობაში ესეთი ვარჯიშები მეტად ეფექტურია ვიდრე სირბილი. ხშირად ამბობენ, რომ თუ უზმოზე ვივარჯიშებთ, უფრო მეტ ცხიმს დავწვავთ. მითია თუ რეალობა? გარკვეულწილად არის რეალობა, რადგან მე ვარ სპორტსმენი, როგორც მოიხსენებათ და როდესაც მაქვს მომზადების პერიოდი, დილაობით კვირაში 3-4 ჯერ მინიმუმ თუ დილის ვარჯიში არ მაქვს, ვცდილობ რომ უზმოზე ვირბინო, მაგრამ არ ვირბინო ბევრი, საკმარისი რაოდენობის მაგალითად 3 კილომეტრს დავირბიო რაღაც გარკვეულ დროის ინტერვალში. რომ უზმოზე ვაკეთებ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემი მეტაბოლიზმი ნივთიერებათა ცვლა დაჩქარდეს, რაც მეხმარება იმ მიზნის მიღწევაში, რომ ჩავდგე ფორმაში და შესაბამისად წონაც დავიკლო. როლანდ, სანამ დავიწყებთ სირბილს, საჭიროა თუ არა გახურება? კი, რა თქმა უნდა. თუ შეგვიძლია პირდაპირ დავიწყოთ ეს? ჩვენი სახსრები, მყესები პირველ რიგში მზად უნდა იყოს ამისთვის. თუმცა გახურება და სპეციალური გაწელვები სირბილამდე და სირბილის შემდეგ ერთმანეთისგან განსხვავდება. ახლა შეგვიძლია უკვე გადავინაცვლოთ მოედანზე და ვაჩვენოთ მაყურებელს თუ როგორ უნდა ირბინონ სწორად, როგორ უნდა იარონ სწორად და როგორ უნდა გავხურდეთ სირბილამდე და სირბილის შემდეგ. წავედით. დამჩახელი. თავიდან შევძეროთ, აგი? სანამ სირბილს დავიწყებდეთ, მანამდე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა სახსარი, მყესი შეგზადებული იყოს ამისთვის. და ამიტომ უნდა გავაკეთოთ ერთგვარი მცირე მოთელვა სირბილის დაწყებამდე რა. მოდი ეს მოთელვა გავაკეთოთ ერთად და შემდეგ დავიწყოთ სირბილი. კი, ვაჩვენოთ მაყურებელს თუ როგორ უნდა გავაკეთოთ მოთელვა, მანამ სანამ დავიწყებთ სირბილს. ძირითადად ადამიანების უმრავლესობა, როდესაც სირბილს იწყებს, იწყებენ ფეხის მოთელვებით, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ასე არ იქნება, დავიწყოთ კისრიდან და ჩავღვეთ ბოლომდე მაინც. ხუჯერ და ატრიალე ერთ მხარეს, ხუჯერ მეორე მხარეს და ატრიალე გვერდზე. მხრის სახსრებიც ასევე გავახუროთ? კი, ხუჯერ ერთი მხარე და ხუჯერ მეორე მხარე. სწორად ვაკეთებ? კი, კი. და შემთხვევაში შეიძლება ამოვიგდოთ მხარი. ძალიან არავი რა, თქვენი ვით თუ ატრიალე ახლა და აფრინდი. მე ვიდაყვებით. ეს მიყვარს. კი. სწორად როგორ თავარია ვაკეთებ? შეხედე ეს იდაყვის სახსარში იტრიალოს რა. ანუ აქ უნდა ვატრიალოთ, კაი. შემდეგ. შენიდან. ფერმა შეიძლება თქვას რომ საერთოდ არაფერ შუაში არ აუთ, თუმცა მაჯის სახსრებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სირბილის დროს ჩვენი წელიც უნდა იყოს შემზადებული. ვიწევით მაღლა. ახლა შეგიძლია გქონდეს ანუ შენთვის სასურველ პოზიციაში ოდნავ გაშლილი შეგიძლია გქონდეს. მე ესე დავდგები რომ თან გიყურო. ჩადიხარ ბოლომდე. ვიწევი ბოლომდე. ადიხარ ზემოთ მაქსიმალურად. ვაგრძელებთ წელის გახურებას. ხუჯერ ერთ მხარეს, შემდეგ ხუჯერ მეორე მხარეს. გადაგვაქვს დატვირთვა ამ სახსრებზე რა. ატრიალებ ხუჯერ ერთ მხარეს, მერე ხუჯერ მეორე მხარეს. შემთხვევაში თუ არ გავახურებთ და ისე დავიწყებთ ვარჯიშს, შეიძლება მივიღოთ ტრავმა. არის იმის რისკი, რომ მიიღოთ ტრავმა. 100% ვერ გეტყვი რომ თუმცა არის. კი. და სწორი მოთელვა ამცირებს ტრავმის რისკებს და სირბილის რა თქმა უნდა ახლა მსუბუქი სირბილის ძლიერი დატვირთვა არ არის რომ თქვა რომ აი ძალიან ტრავმატულია, მაგრამ რომ შევამციროთ ეს ტრავმის რისკები, სასურველია მოახდინოთ ეს მსუბუქი მოთელვა. სირბილის დროს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სუნთქვა. ყოველთვის დაგონტროლო საკუთარი სუნთქვა. თუ ხედავ რომ
ოდნავ ანუ სუნთქვაში დაძაბული ხარ. უნდა გააკეთო რა ცხვირით და ჩაისუნთქო. პირით გამოისუნთქო. თუ ხედავ რომ უკვე გიჭირს და სუნთქვა და გაქვს მიზანი მაგალითად რამოდენიმე კილომეტრის კარბენა, სიტყვაზე ვთქვა 3-4-ის და სუნთქვა გაგიხშირდა. 2-3 ჩასუნთქვა ცხვირით მაგალითად ჩაისუნთქვა, მერე პირით გამოისუნთქვა. სირბილის დროს ლაპარაკი ვაკარგვინებს თუ არა ზედმეტ ენერგიას. იმიტომ რომ როდესაც სირბილის დროს ლაპარაკობ, ვერ სუნთქავ სწორად. ვერ სუნთქავ კი სწორად. შეგვიძლია ხა უკვე რა ისე ირნათ და დავიფშვიდობთ მაყურებელს. ესეთი რჩევები მივიღეთ ლილიანასგან, მადლობა. გავითვალისწინებთ პრინციპში, დემეტრე, შენ გიყვარს მოძრაობა და პრინციპში შენ ჯერჯერობით არ გჭირდება, მაგრამ მოვა დრო და ასაკი, როცა მიხვდები, რომ აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. ჩვენ კი ახლა დრო არის შევიხედოთ ინტერნეტ სიახლეებში და გავიგოთ თუ რომელი თემებია ყველაზე აქტუალური. სოფლიოში ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ქალები, ინდოელი ჯიოტი ამგე და თურქი რუმეისა გელგი ცოტა ხნის წინ ლონდონში შეხვდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჯიოტის შეუძლია ნებისმიერი სახის ტრანსპორტით მარტივად მგზავრობა, რუმეისათვის თურქეთიდან დიდ ბრიტანეთში და უკან მოხვედრა რთული იყო. მას სიმაღლისა და ხერხემლის პრობლემების გამო თვითმფრინავში ასვლა და რამდენიმე საათის განმავლობაში სავარძელში ჯდომა არ შეუძლია, ამიტომ მთელ ფრენას წოლით ატარებს. რუმეისა გელგის სიმაღლე 2015 სანტიმეტრია. უნებრივია, ეს არ არის მისი სპორტით აქტიური ჩართულობის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის ნამდვილი გიგანტის შედეგი. რუმეისა უივერის სინდრომით დაიბადა, იშვიათი გენეტიკური დაავადებით, რომელიც ძვლების ზრდას იწვევს. ხერხემლის პრობლემების გამო რუმეისას დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა არ შეუძლია და ზურგზე დატვირთვის შესამსუბუქებლად წოლა უწევს. ამიტომ თვითმფრინავით ფრენა მისთვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს. ჩემთვის ერთადერთი ვარიანტი თვითმფრინავით საკაცით ფრენა იყო, რაც ნიშნავდა, რომ მთელი ფრენის განმავლობაში დაწოლილი ვიქნებოდი. განმარტა მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ქალბატონმა. ეს რუმეისას მხოლოდ მეორე რეისია და მეორე მოგზაურობა საზღვარგარეთ. მანამდე ის შეერთებულ შტატებს ეწვია და სან-ფრანცისკოში გასაფრენად თურქ ქალს ერთ რიგში 6 ადგილის დაჯავშნა და მათზე ზედიზედ 13 საათის განმავლობაში წოლა მოუწია. სოფლიოში ყველაზე პატარა ქალისთვის ჯიოტი ამგეისთვის ამ მხრივ რა თქმა უნდა უფრო ადვილია, თუმცა ის თითქმის ყოველდღე სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებებს აწყდება. ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე. არქტიკის კვლევაში ჩინეთიც ჩაერთა. ქვეყანამ ოკეანის ყინულოვანი ზედაპირის დაბლა არსებულ ფსკერზე ეკიპაჟიანი წყალქვეშა აპარატი გაუშვა. ისინი შანხაიში 26 სექტემბერს დაბრუნდნენ და ყველაზე მასშტაბური ექსპედიციიდან, რომელიც ამ სახელმწიფოს იქ განუხორციელებია. ამას ღრმაწყლოვანი კვლევების შესაძლებლობებში წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ. მთავარი მიღწევა ფსკერზე აპარატ ჟიოლონგ ის გაგზავნა იყო, რომელმაც ეკიპაჟის წევრები ყინულით დაფარული წყლის ქვეშ ჩაიყვანა. ეს აქამდე მხოლოდ რამდენჯერმე მოხერხდა. პირველი ამერიკის შეერთებული შტატებში იყო, რომელმაც ცივი ომის დროს 1958 წელს არქტიკის წლებში ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე სპეციალური ასე ვთქვათ, დანადგარი ჩაუშვა. ის ჩრდილოეთ პოლუსის მიმდებარედ ტრანზიტისთვის გამოიყენეს და არქტიკის ყინულის ქვეშ ოპერირების დემონსტრირება შეძლეს. მას შემდეგ იგივე კიდევ რამდენიმე ამერიკულმა გემმა გაიმეორა. 1962 წელს ამ სიას საბჭოთა კავშირის ლენინსკი კოსმომოლეციც შეუერთდა. 1971 წელს კი ბრიტანული. ახლა ამ ჩამონათვალში ჩინეთიცაა. ეს დიდი მიღწევაა, რადგან ყინულის ქვეშ წყალში კომუნიკაცია და ნავიგაცია გართულებულია. ასეთ გარემოში თანამედროვე ტექნოლოგიებს ფუნქციონირება უჭირს, რაც სატელიტური სისტემების გამოყენებას, ზედაპირზე მდებარე გემებთან კოორდინაციისა და საკონტროლო ბაზასთან კონტაქტის შენარჩუნებას თითქმის შეუძლებელს ხდის. ასევე პოლარული ყინულის ფრაგმენტები შეჯახების პოტენციურ საფრთხეს ქმნის, თანაც წყალქვეშ თითქმის ნულოვანი ტემპერატურაა. არქტიკის წყალქვეშა მასიებისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2007 წელს რუსეთმა იქ მინი აპარატები გაგზავნა.
სახელმწიფო დროშებს კერზე ჩაიტანა. საერთაშორისო მასშტაბით ეს პროვოკაციულ ნაბიჯად და არქტიკის რესურსებზე დომინირების მინიშნებად აღიქვეს. ბოლო წლებში არქტიკა რუსეთს, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გეოპოლიტიკური ძლევამოსილების დემონსტრირების ერთ-ერთ ცენტრალურ რეგიონად იქცა. ისინი იქ არსებული რესურსების ათვისებას, გემებისთვის სტრატეგიული კორიდორების ხელში ჩაგდებასა და უსაფრთხოების ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობენ. კლიმატის ცვლილება ამ რბოლას მხოლოდ აჩქარებს, რადგან ყინულის სწრაფი ლღვობა ახალ გზებსა და შესაძლებლობებს აჩენს. ჩინეთი არქტიკული კვლევების მხრივ საკმაოდ გააქტიურებულია, რაც ქვეყნის სტრატეგიის ნაწილიც კია. ბოლო პერიოდში 5-ჯერ გაიზარდა არქტიკის შესახებ ჩინური სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა. აი ესეთი იყო ვებსიახლეები. ჩვენ კი ეხლა დრო არის შევიხედოთ სამზარეულოში და ვნახოთ თუ რა კერძს მოგვიმზადებს ამჯერად ჩვენი ნორჩი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი. შენ იცი დემეტრე რა კერძი უნდა მოგვიმზადოს? შენ იცი უბრალოდ არა. ლავაშის როლი გულსართით ქეთა თხილაიშვილისგან გემრიელი მოკეთ. შენი კერძი ჩვენს ეთერში. მოიმარჯვეთ კალმები და ჩაინიშნეთ ეს არაჩვეულებრივი რეცეპტი. დილომშვიდობის, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი, მოვედით თქვენთან დღეს უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტით. ეს იქნება ლავაშის რულეტები მოხარშული კვერცხის გულსართით. ამ რეცეპტისთვის დაგჭირდება პომიდორი გასაფორმებლად უბრალოდ, ასევე დაგჭირდება მწვანე ხახვი, ლავაში რა თქმა უნდა, 3 ცალი მოხარშული კვერცხი, დახეხილი ნებისმიერი ყველი, დაგჭირდება ასევე არაჟანი, 1 ცალი ჩვეულებრივი კვერცხი, მარილი და ამ ყველაფერს ვამზადებთ აეროგრილში. პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ გულსართი. რომლისთვისაც დავჭრით 3 ცალ კვერცხს. რა თქმა უნდა, კვერცხის წინასწარ გააგრილით, რომ უფრო მარტივად დაჭრათ. ჭრით ძალიან ჩვეულებრივად, ოთხკუთხედებად, მომცრო ზომის ოთხკუთხედებად ვაყენთ. აი ასე. ეს კვერცხი გადავიტანოთ ახლა ჯამში. დანარჩენიც დავჭრათ. ესეც ასე, ბოლო კვერცხიც დავჭერით, ესეც გადავიტანოთ ჯამში. ახლა კი შეგვიძლია დავჭრათ მწვანე ხახვი. გადმოვიტანოთ ესეც საფაზე. ოდნავ ბოლოები მოვჭრათ. ეს ხახვიც დავჭრათ მომცრო ზომებად, იმიტომ რომ საერთოდ მარტივი იყოს და არ იყოს დისკომფორტი, როცა მიირთმევთ. გადმოვდგათ ახლა ეს ჩვენი კვერცხი და ხახვი ჩვენსკენ. დავამატოთ კრემყველი. დავხავთ 2 სუფრისკაუზი. დავამატოთ ყველი. და ამას კარგად ხა მარილი მოვაყაროთ. და კარგად ამოვუვით. ეს გამოვაგემრიელესი, იმიტომ რომ აქ რა ინგრედიენტებიც არის მოთავსებული ჯამში, ერთმანეთს ყველაფერი ძალიან უხდება. ერთგვაროვანი მასაც მივიღეთ და ნახეთ ახლა რას ვაკეთებთ. გულსართით დროებით გვერდით გადავდოთ, ავიღოთ ლავაში. ლავაში მაქვს აი ესე დაჭრილი და გაყოფილი. 2 ნაწილი მაქვს, ორივეს ერთმანეთზე გადავაწყობ ასე. შემდეგ ისევ გადავკეცავთ. და შუაში გავჭრი. ასე გამოგვივა ზუსტად 4 ნაწილი ლავაშის. თან არც პატარა ზომა იქნება, იმიტომ რომ პატარა ზომას თუ გააკეთებ ლავაშისას, ეს გულსართი შეიძლება გადმოვიდეს. აი ასე, ავიღოთ ახლა 1 ცალი. ეს გვერდით გადავდოთ. ავიღოთ კოვზით ჩვენი გულსართი.
მოვათავსოთ ბოლოში, ლავაშის ბოლოს. აი ასე. და ახლა ჩვეულებრივად ასე შევახურებთ. გამოკეთოთ ჩვეულებრივი ძალიან სტანდარტული რულეტი. აი ასეთი ლამაზი, საყვარელი რულეტი გამოგვივიდა. ეს უკვე შეგვიძლია რომ აეროგრილში გადავიტანოთ. კიდევ ერთი რულეტი მზადარი. კვერცხიც ავთქვიფოთ. ჟოლებს გადავუსვათ ხა ზევიდან ეს ჩვენი კვერცხი. რომ ზედაპირი კარგად დაიბრაწოს. სულ ეს არის. კვერცხიც უკვე წავუსვით ზევიდან. ესეთი უსაყვარლესი როლები გამოგვივიდა. ახლა ეს ნუ გადავიტანოთ აეროგრილში, უბრალოდ ცხობის რეჟიმზე დაახლოებით 10 წუთის მანძილზე 180 გრადუსზე. გამოცხო ჩვენი რულეტები და უგემრიელესი სურნელი მეაქვს და გამოიყურება ძალიან მეტი საღმრთელად. გადმოვიღოთ ახლა თეფშზე. ზედაპირი აქვს ძალიან კარგად შებრაწული. ნახეთ რა ლამაზია. ოქროსფერი არის ზევიდან. ეხლა მე ამას გავჭრი. ძალიან ხაშუნებს. ნახეთ როგორი შეკეთილია. შემისგან სრული რეკომენდაცია იმის, რომ მოუნერვოთ და მიირთვათ ძალიან გემრიელად, როგორც საუზმედ, ასევე სადილად და სასახელმწიფოდაც. მე კი მომდევნო რუბრიკაზე დაგმიფრთხილებით კითხვების სრულებით ნახვამდის. ნამდვილად მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა ის კერძი, რომელიც ქეთამ შემოგთავაზა. დილით რას მიირთმევ ხოლმე დემეტრე? თუ თქვა ეთერში არ ხარ წამოსასვლელი და არ გეჩქარება, იმ შემთხვევაში შენი საუზმე როგორია? გაგიკვირდება და კვერცხი და რა თქმა უნდა ქათმის ჭხირები. ძალიან მიყვარს ქათმის ხორცი. კი. ქათმის ჭხირები. კი ბატონო, ქათმის ჭხირებისთან სულ ბოსტნეული რომ იყოს, უფრო ჯანსაღი იქნებოდა უდავოდ. კი, სხვათაშორის ქეთას აქვს საუზმეებიც თავის, ასე ვთქვათ, სეტში, კერძების და ვისაც გააქვთ სურვილი რომ ნახოთ ეს განსაკუთრებული რეცეპტები, აუცილებლად დასერჩეთ, მოძებნეთ ჩვენი Facebook გვერდი და იქ იპოვით ქეთას რუბრიკებს. კი, ამ ყველაფერში დაგეხმარებით მე, თუ როგორ უნდა შევიდნენ სოციალურ ქსელებში, საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ დილის ტალღა, იქ ამოვარდება ჩვენი ოფიციალური გვერდი, დაგვაფოლოვეთ, მოგვწერეთ, დაგვიკომენტარეთ, ასევე როგორც ანამ აღნიშნა, ნახავთ ქეთა თხილაიშვილის გემრიელ რუბრიკას, სახელწოდებით შენი კერძი და გააკეთეთ სახლში მოკლედ. კი ბატონო, თუმცა ვისაც ყავა გიყვართ, შეგიძლიათ რომ დილა ყავით დაიწყოთ, მე ძალიან მიყვარს ყავა, ჩემი დილა არ არსებობს ყავის გარეშე და სწორედ ყავაზე მოგვიმზადა ჩვენმა კოლეგამ სიუჟეტი, ანა გოგიტიძემ და მარიამ ალაყმაძემ ყავა ქვიშაზე. ნახოთ სიუჟეტი და მალე დაგიბრუნდებით. ქვიშაზე მომზადებული ყავის სპეციფიკის შესახებ ალბათ არაერთხელ გსმენიათ. ხოლო ეგრეთ წოდებული ბათუმური ყავის მოყვარულებისთვის კი იგი განსაკუთრებით საყვარელ სასმელს წარმოადგენს. მისი ისტორია ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში კონსტანტინოპოლში იწყება. ის მოდის ახლო აღმოსავლეთიდან, უმეტესად მზადდებოდა ირანსა და თურქეთში. თავიდან როცა დაიწყეს ყავის მომზადება, ეძებდნენ სხვადასხვა ტექნიკებს, იყენებდნენ ნახშირსა და სხვადასხვა რაღაცებს. მაგრამ როცა გადავიდნენ ქვიშაზე უკვე, ქვიშა ინახავდა თავის ნამდვილ არომატს და სითბოს და ასე ვთქვათ, თერმოსტატად იქცა დაახლოებით. და ამ დროს უფრო გემრიელი და ნამდვილი ხდება ყავის არომატი. მომზადების პროცესში ასევე მნიშვნელოვანია თუ რა მეტალისგან შედგება ჯეზმე და უმეტესწილად და უფრო კარგი იქნება თუ ეს იქნება სპილენძი. იმიტომ რომ სპილენძში უფრო კარგად იხსნება ყავის გემო. ზოგადად ნამდვილი ყავის გემო თუ უნდა რომ ადამიანმა შეიგრძნოს, ის უნდა მიირთვას შაქრის გარეშე, იმიტომ რომ ამ დროს უფრო ნამდვილი არომატები არის ხოლმე ყავის.
უმეტესად ყავის მომზადება იყო დაკავშირებული არა მხოლოდ ტექნიკასთან, ეს ისედაც გემრიელია. უფრო იყო სტუმართმოყვარეობასა და სიყვარულით, გამასპინძლებასთან დაკავშირებული. ჯეზმა რაშიც ეს მზადდება, უკეთესად ინარჩუნებს ყავის არომატსა და სითბოს და უფრო გემრიელი ხდება ყავა სხვა ყავებთან შედარებით. ნამდვილ ყავას ზოგადად არ ჭირდება რამდენიმე წამოდუღება. თუ უნდა რომ ადამიანმა შეიგრძნოს ნამდვილი ყავის გემო, როგორც კი წამოდუღებას დაიწყებს, მაშინვე უნდა მიირთვას. დღეში დაახლოებით მიწევს 80-დან 100 ყავის მოდუღება. დასასრულს კი გეტყვით, რომ ქვიშაზე მომზადებული ყავა არა მხოლოდ სასმელი, ის სოციალური ჟესტიც არის. ის სტუმრის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად გამოიყენება. აი ესეთია ყავა ქვიშაზე და სხვა შორის ძალიან გემრიელია, ძალიან მიყვარს ქვიშაზე მოდუღებული ყავა, მაგრამ ახლა ყავის დრო აღარ არის, იმიტომ რომ საინფორმაციოს დრო მოვიდა დილის ტალღის ეთერში, აჭარის ტელევიზიაზე უკვე სულხან წულუკიძე პირდაპირ ეთერში ყავს. დილომშვიდობისა სულხან. დილომშვიდობისა კოლეგებო, მოგესალმებით ჩვენს ძვირფას და ერთგულ მაყურებელს. დიახ, ახალი ამბების დრო. გისმენთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიაში იმყოფება, სადაც დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კვაბახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება, ევროპული დამოუკიდებლობების შემცირება. ამ კონტექსტში პრემიერი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. სამიტის ფარგლებში არაერთი ინიციატივა გაჟღერდება. ცნობილია, რომ საქართველოს უერთდება საფრანგეთის ინიციატივას, რომელიც ანტინარკოტიკული კოალიციის შექმნას ეხება. დანიაში იმყოფება 47 სახელმწიფოს მეთაური, ევროკავშირს კი წარმოადგენს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა, რომელიც ღონისძიებას დანიის პრემიერთან ერთად ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროპულ ლიდერებთან ერთად დისკუსიაში, რომელიც შეეხება ეკონომიკას, ევროპის დამოკიდებულებებს, ეკონომიკის მიმართულებით. ჩვენთვის როგორც ისეთ ეკონომიკას აქვს ეკონომიკა არის პრიორიტეტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კვაბახიძე დანიის მეფის ფრედერიკ მეათისა და დედოფალ მერი ელიზაბეთის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო. ვახშამი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეთა პატივსაცემად ამალიენბორგის სასახლეში გაიმართა. სამიტის მონაწილეთა შორის არიან 47 სახელმწიფოს პირველი პირები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები. მკვლელობა მოხდა კახეთში. პოლიციამ 53 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 74 წლის კაცი დააკავა, რომელიც მოკლულის მეუღლეა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლში ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთში ლაპარაკებისას მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით გუმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი მიუტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდეან ულადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წევრი გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას სასამართლოს მღვდელმათა დარბაზში შეძახილები მოჰყვა. გელა ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ დამსწრეებსა და მანდატურებს შორის დაპირისპირება იყო. მანდატურებმა მღვდელმათა დარბაზში მყოფები გაიყვანეს სასამართლოს ეზოში, სადაც დაპირისპირება გაგრძელდა. სასამართლოს ეზოში რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. დაშავებულია ასევე მანდატურიც. გელა ხასაიას მიმართ წაყენებული ბრალდება საშელის სახე და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა სამგორის რაიონში, მესამე მასივში არსებულ სტადიონზე, რომელშიც სამგორის რაიონის 4-ვე მაჟორიტარობის კანდიდატი მონაწილეობდა. კანდიდატების მხარდასაჭრად ხალხმრავალ შეხვედრაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. როგორც შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია ციკლაურმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული უამრავი შეხვედრის და ამ შეხვედრებზე მოსული ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, იგი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
ათასობით მოქალაქე შეიკრიბა და ვისაუბრეთ ძალიან მოკლედ გაკეთებულ საქმეებზე წინა 8 წლის განმავლობაში კახი კაღაზის მერობის პირობებში და მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებზე 13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც ქართული ოცნების პირობებში არის, ეს იქნება გარანტირებული მომდევნო წლების განმავლობაში. დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრებმა ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. შეთანხმებაში საუბარია რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად დამატებითი ნაბიჯების გადადგმასა და უკრაინის მხარდაჭერაზე. მათი განცხადებით რუსეთის მხრიდან ესკალაციის გამწვავების გამოწვევი ქმედებები, მათ შორის ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევები, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ზრდა და უკრაინაში სამთავრობო და დიპლომატიური შენობების დაზიანება მიუღებელია და ძირს უთხრის მშვიდობის დამყარების მცდელობებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დიდი შვიდეული ავითარებს სხვადასხვა ვარიანტს უკრაინის ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ექსპორტზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე, რომელიც მოსკოვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ასევე მიიღებენ ზომებს რუსეთიდან პროდუქციის იმპორტის, მათ შორის ნახშირწყალბადების იმპორტის შესამცირებლად და თანდათანობით შესაჩერებლად. მუსიკალური ბათუმი 2025-ის ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა სპეციალური პროგრამით წარსდგა. ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების პოპულარული საგუნდო ნაწარმოებები კაპელასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სოლო შემსრულებლებმა და საოპერო მომღერლებმა. კონცერტების სერია ბათუმში აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ზოგადად არ ველოდი ხელოვნების ასეთ წარმოჩენას. ძალიან კარგი იყო, წინვალე იყო ვითხოვდი. ამეტი რა გითხრათ, მე ხატვარი ვარ, მოხანდაკე და ჟესტების ენა მესმის, მაგრამ ხმითაც ასეთი რამის გადმოცემა მე შეუძლებელი მეგონა, მაგრამ ეს შეძლეს. ძალიან კმაყოფილი ვარ. სიამოვნე დღევანდელი საღამოთი, მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა თეატრის უფროსობას, მართლაც სასიამოვნო იყო და მადლობა თითოეულ იდეის ავტორს. დღეს გაიმართა მუსიკალური ბათუმის ბოლო კონცერტი. ქეთევან მანელიშვილმა წარადგინა მუსიკალური ცენტრის კაპელა და ეს იყო არაჩვეულებრივი, აი ფეიერვერკი, მუსიკის ფეიერვერკი ნამდვილი და ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ადამიანების აი ესეთი ტალანტების პერფორმანსი, ეს იყო საოცრება სოლისტებთან ერთად და რა ვიცი, საზოგადოებისთვის ეს იყო ძალიან დიდი ზეიმი. დღევანდელი კონცერტი მართლაც შთამბეჭდავია, იმდენად, რამდენადაც ეს იყო მრავალფეროვანი, მრავალრიცხოვანი სცენაზე მაქვს მე სცენის თვალსაზრისით ვამბობ, შემსრულებელთა თვალსაზრისით, ხარისხის სხვადასხვა სეგმენტი იყო მოცემული, კლასიკა, საგუნდო, საორკესტრო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ მე ვიცოდი, რომ ხალხი იქნებოდა კმაყოფილი და მე ვფიქრობ, რომ სამომავლო დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ჩემი გუნდის წევრებს, ჩემს მუსიკოსებს, არაჩვეულებრივ ყველას მადლობა და სამომავლოდ ვფიქრობ, რომ დარბაზი ბენზეში გადავალთ. სასკოლო სპორტში მთელი ქვეყნის მასშტაბით მე-10 საიუბილეო სეზონი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა, რაც ძირითადად მოსწავლეთა სიმბოლურ გარბენებს და სასკოლო სპორტის დროშების აღმართვას მოიცავდა. ცერემონიალში მონაწილე სკოლებს შორის მხიარულ სტარტებში მეგობრული შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილე ყველა მოსწავლეს მთაწმინდის პარკის ატრაქციონებით უფასო სარგებლობის პაკეტი გადაეცა. სასკოლო სპორტის კვირეული, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, მხიარული სტარტები, თავისუფლების თამაშები და კიდევ სხვა მრავალი პროგრამა უკვე 10 წელი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. აი ასე დასრულდა მხიარული სტარტები და სასკოლო სპორტის კვირეული ასე გავხსენით. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ატრაქციონი თქვენთვის უფასოა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მომდევნო გამოშვებით კი პირდაპირ ეთერში 10 საათზე დავბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ დროებით. დროებით გემშვიდობებით სულხან, ჩვენ კი ვაგრძელებთ გააცემას, შევახსენოთ მაყურებლებს, რომ თქვენ უყურებთ დილის ტალღას. მე ანა შამელაძე ვარ, დემეტრე ზოიძე, წინ საინტერესო გადაცემა ელოდება მაყურებელს და ვნახოთ ახლა მეორე ნაწილის ანონსი. დაელოდეთ დილის ტალღის მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს და გაიგეთ 2 ოქტომბრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. ჩვენი ჩართვიდან ნახავთ, როგორ ემზადებიან სკოლები მასწავლებელთა მსოფლიო დღის აღსანიშნად.
არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. რუბრიკაში მეზღვაურის დღიური გაგაცნობთ რამაზ ბეჟანიძეს, რომელიც 39 წელია, ნავსადგურის ელექტრომექანიკოსია. პირველი ქართული სახელმძღვანელო ნეიროქირურგიის შესახებ და რა გამოწვევების და სირთულეების წინაშე დგას მედიცინის ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და პასუხისმგებლობებით სავსე დარგი. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ. გადაცემის მესამე ნაწილში სტუდიაში მომღერალ ნატო ღოღობერიძესთან ერთად დავბრუნდებით და ვისაუბრებთ წარმატების სიმღერაზე, საერთაშორისო კონკურსზე მიღებულ აღიარებასა და სამომავლო გეგმებზე. გადაცემას კი მუსიკალური ნომრით დავასრულებთ. დავბრუნდით ეთერში და სამწუხარო ინფორმაცია უნდა გითხრათ. საზოგადოებრივი მაუწყებლობის აჭარის ტელევიზია და რადიო ღრმა მწუხარებითი უწყება, რომ გარდაიცვალა ამავე უწყების ღვაწლმოსილი თანამშრომელი გოჩა ქერქაძე. 2004 წლიდან დღემდე იგი მძღოლის პოზიციას იკავებდა და ამ ხნის განმავლობაში ყველასათვის რჩებოდა კეთილი ერთგული კოლეგა, მეგობარი და თავისი საქმის პროფესიონალი. უსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს ამ მძიმე დანაკლისის გამო. ახლა კი გავიდეთ მცირე რეკლამაზე და მალე დაგიბრუნდებით საინტერესო თემებით. დავბრუნდით ეთერში და როგორც გადაცემის დაწყებისთანავე აღნიშნეთ, უნდა შემოგვიერთდეს ჩვენი კოლეგა კობა ფარტენაძე უტყვარი ამინდის პროგნოზით და გავიგოთ, როგორი ამინდის შენარჩუნება 2 ოქტომბერს სრულიად საქართველოში. კობა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მივესალმები ყველას. დღეს საქართველოში შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოში და ნისლიც არის მოსალოდნელი, ხოლო დასავლეთში, ხოლო დილის საათებშია ზოგან შესაძლებელი ხანმოკლე წვიმა. ბათუმშიც ამ წუთას წვიმს, მაგრამ არა ძლიერად და უკვე შუადღით გადაიღებს წვიმა დასავლეთ საქართველოში და ჩვენთანაც ბუნებრივია სანაპიროზე და ზოგადად ყველა სანაპირო კურორტზე და უკვე უნალექო შუადღის შემდეგ საღამო გვექნება. მოწმენდილი იცით და ხვალიდან უკვე მზიანი ამინდია მოსალოდნელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მყარი ანტიციკლონური სიტუაცია ჩამოყალიბდება, უღრუბლო და ნათელი დღეები გველოდება, ხვალისთვის დათბება, ზეგისთვის კი დაცხება ყველგან. აღმოსავლეთ საქართველოში მაგალითად 4 ოქტომბერს იქნება 25 გრადუსი, დასავლეთში და სანაპირო კურორტებზე 29-31 გრადუსი სითბო. გვიხმობს მზე გარეთ ყოფნისკენ, გარუჯვისკენ, ჯერ კიდევ არ გვაგუებს იმ ცივ-დღეებს, რომელიც მოსალოდნელია უკვე თვის მეორე ნახევრიდან და ძალიან კარგი ამინდები გველოდება უახლოეს დღეებში. მანამ კი რეალობა ის არის, რომ დღეს ნისლიანი და დრო გამოშვებით წვიმიანი დილის ფონზე გაგვეღვიძა და ვინც ჯერ არ გამოსულა გარეთ, საწვიმარი აუცილებლად დაჭირდება შუადღის საათებამდე. კონკრეტულად დღეს ბათუმში +21 გრადუსი იქნება, პრინციპში ნეიტრალური ტემპერატურაა და ვერ ვიტყვით რომ ცივა, მაგრამ არც თბილა, ყოველ შემთხვევაში დასავლეთში ასეა და აღმოსავლეთში კიდევ უფრო დაბალი ტემპერატურაა. ქობულეთში +20 გრადუსი, ქედაში 21, შუახევში 20, ხულოში 18 და გოდერძის უღელტეხილზე +14 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში 21, ურაკში 22, ლანჩხუთში 23 და ჩოხატაურში 22 გრადუსია დღეს მოსალოდნელი. რაც შეეხება ბახმაროს +11 გრადუსი, ფოთში 22, ანგლიაში 24, სოხუმში 22, ზუგდიდშიც ასეთივე ტემპერატურაა, კოპიტნერსა და ქუთაისში +24 გრადუსი იქნება, საირმეში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში 16, ბორჯომში 20, ბაკურიანში 14, აბასთუმანში 18, ახალციხეში 20, გორში 18, ცხინვალში 17, დედაქალაქში 16 და თელავში 15 გრადუსია მოსალოდნელი და როგორც უკვე აღვნიშნე, აღმოსავლეთში ყველგან იწვიმებს მთელი დღის განმავლობაში, დასავლეთში და სანაპირო კურორტებზე კი შუადღის შემდეგ წვიმა გადაიღებს და უნალექო საღამო გვექნება, ხვალისთვის დაგვითბება, ზეგვისთვის კი ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი მყარი ანტიციკლონური სიტუაციის ჩამოყალიბების ფონზე, ასე რომ წინმშვენიერი დღეები გველოდება. მეც გისურვებთ მოსალოდნელი კარგი ამინდების ფონზე შეიქმნათ კარგი განწყობა და დღეს თუ კითხვა არ გაქვთ, დაგიმშვიდობებით, იმიტომ რომ არც ულტრაისფერ სხივებზე,
არწყვის წყლის ტემპერატურაზე საუბარი დღეს არ ღირს ვინაიდან ამისთვის კარგი მეტეო პირობები არ გვაქვს სახეზე. დიდი მადლობა კობა, არაუშავს ავიტანთ ამ წვიმიან დღეებს, იმიტომ რომ ყოველთვის წინ არის იმედი რომ ზიანი და ნათელი დღე იქნება აუცილებლად. დიდი მადლობა შენ ხვალამდე გემშვიდობებით, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და საინტერესო ჩართვა გვაქვს ახლა ეთერში. ჩვენი კოლეგა ლილიანა საითაძე შემოგვერთდება პირდაპირ ეთერში. ლილი, დილამშვიდობისა, სად იმყოფები და რა ხდება შენს თავს? მოგვიყევი ყველაფერი. დილამშვიდობისა, ანა, დემე, მოგესალმებით, მივესალმები დილის ტალღის მაყურებელს, ყველას ენერგიულ, პოზიტიურ და სასიამოვნო ხუთშაბათ დღეს გისურვებთ. მე ხა ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ვიმყოფები, სადაც ასეთ შვენიერ გარემოში აღნიშნავენ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს. თქვენ კადრში ხედავთ თუ როგორ ეგებებიან ბავშვები, სკოლის მოსწავლეები თავიანთ პედაგოგებს. დავწყვეთ ამ არაჩვეულებრივი კადრებით. სასიამოვნო საყურებელია ნამდვილად ეს ყველაფერი. გილოცავთ. მართალია რომ მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება და გაეროს ეგიდით უკვე 31 წელია, რაც იუნესკოს ეგიდით უკაცრავად უკვე 31 წელია, რაც უკვე ამ დღეს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი 5 ოქტომბერი არის არასამუშაო დღე, სკოლამ გადაწყვიტა, რომ სწორედ დღეს 2 ოქტომბერს აღინიშნა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე, რათა მთელი სკოლა ჩართულიყო ამ პროცესში. დღევანდელ დღეს ამ აქტივობის გარდა სხვა ბევრი აქტივობა აქვს სკოლას დაგეგმილი, თუ რა აქტივობებია, როგორ აღნიშნავენ ისინი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს და ზოგადად რა არის მიზანი ამ დღის აღნიშვნის, მოდი ერთად გავარკვიოთ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მოგილოცავთ. ჩვენთან ერთად არის სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო მურვანიძე. დილამშვიდობისა, ქალბატონი, პირველ რიგში მოგილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს და მოგითხარით თქვენთვის როგორც პედაგოგისთვის, თქვენთვის როგორც ხელმძღვანელისთვის, რას ნიშნავს ეს დღე? ეს ნიშნავს აღიარებას, პატივისცემას, მოსწავლეთა სიყვარულს და თანადგომას ნებისმიერ კეთილწამოწყებაში. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, იმიტომ რომ სიურპრიზი იყო ეს მოაწყვეს აბსოლუტურად მოსწავლეთა თვითმმართველობამ და მოხალისეობის ფურმა. ისე რომ სიურპრიზად ქონდა, სიურპრიზად ქონდა ჩემონახული, ისე ჩაატარეს კვლევები, ისე ჩაატარეს ესეების კონკურსი, ისე ქონდათ ნახატების კონკურსი, უამრავი კვლევა, სერტიფიკატების გაკეთება თუ ლოზუნგები, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. თურმე ეს არ ყოფილა მხოლოდ 5-წუთიანი გადაცემა, გრძელდება მთელი დღის განმავლობაში მასწავლებლებს სიურპრიზები და 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნულ დღეს დავაგვიგვინებთ ძალიან დიდი ღონისძიებები და უღრმესი მადლობა ჩვენს ბავშვებს ამ აღიარებისთვის, ჩვენს მოსწავლეთა თვითმმართველობას, ჩვენს მოხალისეთა კლუბს და რა თქმა უნდა მასწავლებლებს, რომელთა აღზრდილი არიან ეს ბავშვები. გამოდანია, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები? აუცილებელია ეს, იმიტომ რომ აწმყოშობილი წასულისაგან არის მომავალი თანამდები და ბავშვმა უნდა დაინახოს და ძალიან კარგი გადამდები მაგალითი იქნება. სიკეთე გადამდებია ზოგადად და ჯობია ვაკეთოთ სიკეთე და ჩვენ ქვეყანას დღეს ძლიერი საქართველო, ძლიერი ახალგაზრდობა ჭირდება და ზუსტად ესენი არიან, რომლებიც ხვალინდელ დღეს საქართველოს კიდევ თუ აღორძინებულს და ძლიერს დაახვედრებენ მომავალ თაობებს. ძალიან დიდი მადლობა და როგორ ფიქრობთ დღეს პედაგოგები იგრძნობენ თუ არა მადლიერებას? როგორ არ იგრძნობენ, იმიტომ რომ თვალებში პედაგოგს არაფერი არ უნდა, ელემენტარული სხივი ანთებული ბავშვების თვალებში და თუნდაც ის ფარატინა ქახად რომ არ ეწეროს არაფერი უკვე აღიარება მასწავლებლისთვის და უკვე მათ შრომას არჩეულიათ ყველას. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა კოლეგებო. მილოცავთ. მათ ჩვენად კადრში კოლეგები, პედაგოგები, სადაც უმღერიან ეს ბავშვები. ჩვენთან ერთად ასევე სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი ანასტასია ჩხაიძე, მოხალისე მარიამ ვანიძე, დილამშვიდობისა ბავშვებო. მოგილოცავთ თქვენს აქით. დღევანდელ დღეს, მასწავლებელთა დღეს და ეხლა გაქვთ შანსი რომ პირდაპირ ეთერის საშუალებით მივილოცოთ თქვენს პედაგოგებს დღევანდელი დღე. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩვენთვის პედაგოგები არ არიან მარტო მასწავლებლები, ჩვენთვის არიან ისინი მეგობრები, ხან კაცრი, ხან თბილები, მაგრამ ყოველთვის ვიციან რეალურად რა გვჭირდება და რა გვინდა. ასევე ჩვენთან ჩვენ სკოლაში ძალიან ოჯახური გარემო არის, მეგობრული გარემო არის და ჩემი აზრით ამ ღონისძიების შემდეგ მასწავლებლები იგრძნობენ ჩვენგან სითბოს.
თქვენ? პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოწვეულწრფოსებსა და მასწავლებლებს მობრძანებისთვის. როგორც ვიცით, მასწავლებელი არის ისეთი პროფესია, რომელიც სათავეს საფუძველს უყრის ყველა სხვა პროფესია, შესაბამისად, ყველაზე მეტად დასაფასებლები არიან ჩემი აზრით და სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. როგორი იყო თვითმმართველობის ჩართულობა დღევანდელ ღონისძიებაში? დღევანდელ ღონისძიებაში თვითმმართველობა თვითმმართველობა და მოხალისეთა კლუბი განსაკუთრებულად ჩავერთვით, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მასწავლებლებს რაღაცნაირად ვაგრძნობინოთ და მადლობა გადავუხადოთ. ეს ვფიქრობ, როგორ იგრძნობენ დღევანდელი დღის შემდეგ თქვენი პედაგოგები? ჩემი აზრით სასიამოვნოდ გაუცებულები დარჩებიან, რადგან ნამდვილად კარგი ნომინაციები გვაქვს მომზადებული და ეს ერთ-ერთი ასეთი ნომინაცია არის წლის საუკეთესო მეგობარი, რომელიც გვინდა გადავცეთ ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ ნინო მურვანიძეს. შეგვიძლია რა პირდაპირ ეთერში გადავცეთ ქალბატონ ნინოს ნომინაცია წლის საუკეთესო მეგობარი. წლის საუკეთესო მეგობარი. ემოციებს თქვენ თვითონაც ხედავთ, ალბათ გილოცავთ ქალბატონო ნინო. წარმატებებს გისურვებთ და თქვენ უკვე დროა რომ მუსიკალური ნომრით დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, დაუტოვოთ მუსიკალური ნომერი. რა შეგვისრულებთ? აი ჩვენოთ ეს არაჩვეულებრივი გოგო-ბიჭები. ჩვენს მაყურებელს რა შეგვისრულებთ? გზავრების საქართველოში ის. როგორ? გზავრების საქართველოს. გზავრების საქართველოს, მაგრამ სანამ მუსიკალურ ნომერზე გადავალ, მინდა პირდაპირ ეთერის საშუალებით ჩემი საყვარლესი პედაგოგებიც მოვიკითხო, მიულოცოთ დღევანდელი დღე. გთხოვთ. ჩვენს ვიულოცოთ ჩვენს პედაგოგებს დიდი სიყვარულით და ვუსურვოთ გამძლეობა და ტკბობა თავიანთი მოსწავლეები. კი, ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და ეხლა ჩვენს ეთერში შენი კერძის დრო მოვიდა. საინტერესოა, გემრიელ კერძს ამზადებს ქეთა თხილაიშვილი. მოდი ვთქვათ და ჩაინიშნეთ, მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი და გააკეთეთ სახლში თქვენს. თუ არ გაქვთ დღეს დაგეგმილი თუ რა კერძი გააკეთოთ. შენი კერძი ჩვენს ეთერში. დილმშვიდობის, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი, მოვედი თქვენთან დღეს უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტით. ეს იქნება ლავაშის რულეტები მოხარშული კვერცხის გულსართით. ამ რეცეპტისთვის დაგჭირდება პომიდორი გასაფორმებლად უბრალოდ, ასევე დაგჭირდება მწვანე ხახვი, ლავაში რა თქმა უნდა, 3 ცალი მოხარშული კვერცხი, დახეხილი ნებისმიერი ყველი, დაგჭირდება ასევე არაჟანი, 1 ცალი ჩვეულებრივი კვერცხი, მარილი და ამ ყველაფერს ვამზადებთ აეროგრილში. პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ გულსართი. რომლისთვისაც დავჭრით 3 ცალ კვერცხს. რა თქმა უნდა, კვერცხის წინასწარ გააგრილით, რომ უფრო მარტივად დაჭრათ. ჭრის ძალიან ჩვეულებრივად, ოთხკუთხედებად, მომცრო ზომის ოთხკუთხედებად ვაყენთ. აი ასე. ეს კვერცხი გადავიტანოთ ახლა ჯამში. დანარჩენს დავჭრათ.
ესეც ასე ბოლო კვერცხიც დავჭერით, ესეც გადავიტანოთ ჯამში. ახლა კი შეგვიძლია დავჭრათ მწვანე ხახვი. გადმოვიტანოთ ესეც საფაზე. ოდნავ ბოლოები მოვჭრათ. ეს ხახვიც დავჭრათ მომცრო ზომებად, იმიტომ რომ საერთოდ მარტივი იყოს და არ იყოს დისკომფორტი, როცა მიირთმევთ. გადმოვდგათ ახლა ეს ჩვენი კვერცხი და ხახვი ჩვენსკენ. დავამატოთ კრემყველი. დავხავთ 2 სუფრის კაუზი. დავუმატოთ ყველი. და ამას კარგად ახლა მარილი მოვაყაროთ. და კარგად ამოვურით. ეს გამოვაუგემრიელესი, იმიტომ რომ აქ რა ინგრედიენტებიც არის მოთავსებული ჯამში, ერთმანეთს ყველაფერი ძალიან უხდება. ერთგვაროვანი მასაც მივიღეთ და ნახეთ ახლა რას ვაკეთებთ. გულსართი დროებით გვერდით გადავდოთ, ავიღოთ ლავაში. ლავაში მაქვს აი ესე დაჭრილი და გაყოფილი. ორი ნაწილი მაქვს, ორივეს ერთმანეთზე გადავაწყობ ასე. შემდეგ ისევ გადავკეცავთ. და შუაში გავჭრი. ასე გამოგვივა ზუსტად 4 ნაწილი ლავაშის. თან არც პატარა ზომა იქნება, იმიტომ რომ პატარა ზომას თუ გააკეთებ ლავაშისას, ეს გულსართი შეიძლება გადმოვიდეს. აი ასე, ავიღოთ ახლა ერთი ცალი. ეს გვერდით გადავდოთ. ავიღოთ კოვზით ჩვენი გულსართი. მოვათავსოთ ბოლოში, ლავაშის ბოლოს. აი ასე. და ახლა ჩვეულებრივად ასე შევახვიოთ. გამოკეთოთ ჩვეულებრივი ძალიან სტანდარტული რულეტი. აი ასეთი ლამაზი, საყვარელი რულეტი გამოგვივიდა. ეს უკვე შეგვიძლია რომ აეროგრილში გადავიტანოთ. კიდევ ერთი რულეტი მზად არის. კვერცხიც ავთქვიფოთ. როლებს გადავუსვათ ახლა ზევიდან ეს ჩვენი კვერცხი. რომ ზედაპირი კარგად დაიბრაწოს. სულ ეს არის. კვერცხით უკვე წავუსვით ზევიდან. ესეთი უსაყვარლესი როლები გამოგვივიდა. ახლა ეს ნუ გადავიტანოთ აეროგრილში, უბრალოდ ცხობის რეჟიმზე დაახლოებით 10 წუთის მანძილზე 180 გრადუსზე. გამოცხვა ჩვენი რულეტები და უგემრიელესი სურნელი აქვს და გამოიყურება ძალიან მეტი საღამწველად. გადმოვიღოთ ახლა თეფრზე. ზედაპირი აქვს ძალიან კარგად შებრაწული. ნახეთ რა ლამაზია. ოქროსფერი არის ზევიდან. ეხლა მე ამას გავჭრი. ძალიან ხაშუნებს. ნახეთ როგორი შექთასია. ჩემისგან სრული რეკომენდაცია იმის, რომ მოუნერდოთ და მიირთვათ ძალიან გემრიელად, როგორც აუზმად, ასევე სადილადაც დასახემსებლადაც. მე კი მომდევნო რუბრიკამდე დაგმიფრთხილებით კითხვით სრულებით ნახვამდის. მადლობა ქეთას, დემემ მოასწრო და ჩაინიშნა, იმიტომ რომ ნერწყვებიც კი მოადგა, ისე მოუნდა ამ კერძის დაგემოვნება. ვაგრძელებთ ეთერს და რადიოს დრო მოვიდა ჩვენს დილის ტალღაში.
FM 96 და 1. ქედა FM 106 და 1. შუახევი FM 106. ხულო FM 104 და 1. რადიო აჭარა. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მივესალმები რადიო მსმენელებს და დღეს უკვე პირველად ტელემაყურებელს წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. დღეს ვისაუბროთ პროგრამის შესახებ, რომლის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა. პროგრამას, რომლის სახელწოდებაა პროექტი ჩემს გაკვეთილზე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2023 წლიდან ახორციელებს პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა, კონკურსის გზით ხდება, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის საჯარო სკოლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად. 2025 წელს შემოსული 516 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დაფინანსებისთვის 100 პროექტი შეარჩია. გამარჯვებული მასწავლებლები 1 წლის განმავლობაში მიიღებენ 500 ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე 1000 ლარ საჭირო რესურსების შესაძენად. მიმდინარე წელს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული 2 პედაგოგია დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი. ლია ტოტოჩავა, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი და თამარ სურმანიძე, ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის პედაგოგი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და გილოცავთ ამ გამარჯვებას. მე როგორც ვიცი, თქვენ პირველად მიიღეთ წელს მონაწილეობა ამ პროექტში და გითხარით რა იყო мотиваცია, რამ გადაგაწყვეტინათ. თან კონკურსი იყო ძალიან დიდი და წარმომადგენლობითი, ამიტომ განსაკუთრებულად გილოცავთ გამარჯვებას. ძალიან დიდი მადლობა. მინდა ყველას მივესალმები ჩვენს მსმენელებს, ასევე მინდა უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა გადაუხადო აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, იმიტომ ძალიან საინტერესო ეს პროგრამა განახორციელა, როგორც არის პროექტი ჩემს გაკვეთილზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს მასწავლებლებს, რომ უფრო მრავალფეროვანი აქტივობები გამოვიყენოთ საგაკვეთილო პროცესში, ჩვენი გაკვეთილი უფრო საინტერესო და სახალისო გამოვიდეს და ასევე რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა მასწავლებლებისთვის. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პროექტს, ჩემ პროექტის თემა არის ჩვენ ვსწავლობ და სრულნავთ დედამიწის გადარჩენისთვის. ანუ მთავარი მიზანი არის ის, რომ ბავშვებს აუმახლოთ გარემოს დაცვითი ცნობიერება, იქ ისე ვთქვათ, ისწავლონ რესურსების მართვა, მათი გონივრული გამოყენება. ასევე ჩვენ მივდივართ 4 მიმართულებით, ეს არის ბუნება, საზოგადოება, ეკონომიკა და კეთილდღეობა, ანუ ფაქტიურად გამოვდივართ მდგრადი განვითარების მიზნებინა და რომ დავანახოთ ამ ბავშვებს აი ეს ყველა საკითხი, როგორც ლოკალურ ადგილობრივ დონეზე, ასევე გლობალურ, ესე ვთქვათ, მასშტაბებზე როგორი მიმართებით არის. და ამ დროს მათ დაინახონ თვითონ საქართველოს ადგილი, პოზიცია ყველა იმ საზოგადოებრივ პროცესებში, რაც მსოფლიოშია დამახასიათებელი. და ამ ყველაფერს გავახორციელებ ჩვენი აქტივობებით, რომელიც გვაქვს მთელი წლის მანძილზე დაგეგმილი. დიახ, და ამ აქტივობების შესახებ გითხავთ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ჯერ ქალბატონ თამარს გითხრათ, როგორ გადაწყვიტეთ ამ პროექტში მონაწილეობა, რა იყო თქვენი мотиваცია, რადგან წელს პირველად მიიღეთ მონაწილეობა და თქვენი პროექტის თემის შესახებაც გითხარით. კი ბატონო, მოგესალმებით ყველას. мотиваცია მასწავლებლებს გვჭირდება ხოლმე რაღაც мотиваცია დახმარება და უდიდეს მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. თუმცა სიხარულთან ერთად, როდესაც ვნახე აი ჩემი პროექტი გამარჯვებულთა სიაში, უდიდეს პასუხისმგებლობის გრძნობაა ეს, იმიტომ რომ სახელმწიფოს ეს რესურსები დანახარჯი უნდა დაუბრუნოთ ჩვენ გამარჯვებულმა მასწავლებლებმა საუკეთესო შედეგებით მოსწავლეებთან. იმას, რასაც დავდებთ ჩვენი მუშაობის ბოლოს. ძალიან საინტერესო პროექტია, საკმაოდ დიდი იყო კონკურსი. მე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვარ და ძალიან საინტერესოა ჩვენი საგანი ამ კუთხით ბავშვების დასაინტერესებლად. мотиваცია იყო ის, რომ მეხმარება ეს პროექტი, მე დამეხმარება მთელი წლის განმავლობაში ჩემი საგაკვეთილო პროცესი გავხადა უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით, გასვლითი ვიზიტებით, მოწვეული სტუმრებით, ურთიერთდასწრებით და თვითონ მოსწავლეები, ჩემი აქტივობები არის მოსწავლეები აი საბავშვო ბაღში მიდიან და ჩაატარებენ თამაშებს, ასე ვთქვათ, ჩემი თემა არის მოხალისეობა მდგრადი განვითარებისთვის, ერთადერთი
ნაბიჯი ცვლილებებისაკენ, აი მშობლებთან ჩაატარებენ კვლევას, პარალელურ კლასებთან და დაწყებითი კლასის ბავშვებთან, თემის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გვექნება ვიზიტი და მოკლედ მთელს თემს მოიცავს და საბოლოოდ ხელშეუწყობს ჩემ პროექტი მოხალისეობრივი კულტურის ამაღლებას საზოგადოებაში, რაც მნიშვნელოვანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად და ეს ყველაფერი ხელშეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას. თქვენ თქვით რომ წლის ბოლოს გამოჩნდება შეჯამების დრო შედეგები და როგორ აპირებთ დემონსტრირებას ამ შედეგების შეხვედრას ჩანიშნავთ თუ როგორ იქნება ეს? კი, ჩვენ სამინისტროდან გვეყოლება სტუმრები, რომლებიც შეაფასებენ და აკვირდებიან ჩვენ სამუშაო პროცესს. ვაპირებთ საბოლოო დასკვნითი ღონისძიება ჩავატაროთ, სადაც ყველა აქტივობას, რომელიც განვახორციელეთ წლის განმავლობაში წარმოუდგენთ სასკოლო საზოგადოებას, მშობლებს, მასწავლებლებსა და მოწვეულ სტუმრებს, თან ერთგვარი პატარა ღონისძიება გვექნება და თან ჩვენი ნამუშევრების წარდგენა. ჩვენ ვაპირებთ აი ნარჩენებისგან შევქმნათ მეორადი გამოყენების ნივთები. ეს იქნება ტექსტილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენი და აი მივცეთ ამით ხელშეუწყობთ გარემოს გაუმჯობესებას, ხელშეუწყობთ ნარჩენების შესახებ და მართვის შესახებ ინფორმაციის და ცნობიერების გაზრდა საზოგადოებაში და მე ვფიქრობ ეს მოხალისეობრივ კულტურასაც აამაღლებს მოსწავლეებში და თან გაუზიარებთ ამ ცოდნას და ინფორმაციას თემის წარმომადგენლებს. ხალხონია რა აქტივობებს მოიცავს თქვენი პროექტი წლის განმავლობაში? ანუ საკმაოდ მრავალფეროვანი აქტივობები არის სხვადასხვა, ის რო დიაგრამებზე, ინფოგრაფიკებზე მუშაობა არის, სხვადასხვა ბუკლეტების დამზადება, რომელიც საინფორმაციო ხასიათის იქნება, ასევე სხვადასხვა მოდელების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა, სადაც ბავშვების мотиваცია კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ჩვენც ანალოგიურად ვაპირებთ აი დაემთხვა მოკლედ ჩემი და თამარის შეხედულება რომ გვექნება გამოფენა რომელიცაც მოვიწვევთ გვეყოლება მოწვეული სტუმრები და ამ სასკოლო სივრცეში წარმოვადგენ მთელი სასწავლო წრის მანძილზე დამზადებულ პროდუქტებს რომელსაც ბავშვები შექმნიან თავად. დიახ, და მსგავსი პროექტების არსებობა ერთია რომ დაინტერესება ზრდის და უწყობს ხელს ალბათ უფრო საგაკვეთილო პროცესის უფრო გაცოცხლებას და უფრო გამრავალფეროვნებას. საგანთაშორისო კავშირიც უფრო მეტად ვლინდება, იმიტომ რომ ფაქტიურად იქ დიაგრამა შექმნიან, ინფოგრაფიკა, საჭიროა მათემატიკის ცოდნა, სხვა რაღაცა მოდელებს რო შექმნიან, ფიზიკის, ქიმიის და ანუ საგანთაშორისო კავშირი კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება და ბავშვებს დაანახებენ იმ აუცილებლობას, თუ ერთ საგანში მიღებული ცოდნა როგორ დაეხმარება მათ სხვა საგანში რაღაც პრაქტიკულ საკითხის განხორციელებას. და რა ხომ პირველად ატარებთ ამ პროექტს, თქვენი მოლოდინი როგორია და რა მღელვარება ახლავს ამას? მღელვარება რა თქმა უნდა დიდია პასუხისმგებლობასთან ერთად, მაგრამ მოსწავლეების დაინტერესება ჩვენ და мотиваციის გაზრდა ეს არის ჩვენი შედეგი, რასაც ვაღწევთ და ეს გვაძლევს სტიმულს, მეტ სტიმულს, რომ აი საინტერესო აქტივობებით თვითონ ერთვებიანი ცით და ძალიან საინტერესო იდეები აქვთ. შეიძლება პროექტის მოდიფიცირებაც გავაკეთოთ, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან ორიგინალურად აზროვნებენ და ჩვენი შეხედულებები ვერ ერთად ვაჯამებთ, ფიქრობთ, რომ აი რა შეიძლება უკეთესი დარჩეს და მათი თვითონ რომ ერთვებიან ამ შემოქმედებით პროცესებში უფრო მეტია პასუხისმგებლობა. სტატისტიკის მიხედვით ყველაზე გენიალური იდეები პატარა ბავშვებს მოსდით თავში, ხო? რამდენი გამოგონება ვიცით სოფლიოში, რომელიც სწორედ მათი აზროვნების შედეგი. ძალიან კარგია, როცა პედაგოგები ასე ფიქრობენ. ხალხონია თქვენი მოლოდინი როგორია? ჩემი მოლოდინი არის რომ ბავშვებს კიდევ უფრო მეტად გაუგებოს საგნისადმი სიყვარული, ამაღლდეს მათი мотиваცია, უფრო მეტად ამაღლდეს მაშინ ეს გარემოს დაცვითი ცნობიერება, რომ დაინახონ რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, მათი კეთილდღეობისთვის და როდესაც ეს პროექტი ექვე ვიტყვი, რომ როდესაც გავაცანი ბავშვებს, ხო, აი, იმდან საინტერესო იდეები წარმოადგინენ, რომ მე ვთვლი, რომ გარკვეულწილად შეიძლება რაღაც აქტივობა გადავანაცვლო, ცოტა მოდიფიცირება გავუკეთო, იმიტომ რომ ბავშვებმა ძალიან საინტერესო სახალისო რაღაც იდეები მომაწოდენ, ამის ფორმირებაში ვართ ახლა, რომ მათთან ერთად დავგეგმოთ, განვახორციელოთ და მოლოდინი მაქვს, რომ გავვალთ ჩვენ შედეგზე, რომელიც გვაქვს. თქვენაირი პედაგოგები რომ შეხვდათ. მე რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას და მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის. ალბათ სამომავლო კიდევ უფრო გაიზრდება სხვა მასწავლებელთა ინტერესი და мотиваცია და კიდევ უფრო გამრავალფეროვნება პროექტის თემატიკა და
კიდევ უფრო საინტერესო გახდება საგაკვეთილო პროცესი. ლია ტოტოჩევა ბათუმის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი და თამარ სურმაინძე ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის პედაგოგები იყვნენ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის პროექტი ჩვენს გაკვეთილზე გამარჯვებულები. ტელემაყურებელს ვემშვიდობებით, რადიო მსმენელთან მალე დაბრუნდებით, დაგველოდეთ. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. ერთხელ მოძებნა და გააჩერე. ბათუმი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და მოკლედ ვინც ახლა შემოგვიერთდა, შევახსენოთ მაყურებლებს, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა, სტუდიაში მე დემიზოვიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ეხლა კი საინტერესო რუბრიკის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში ყოველ ხუთშაბათს. დღეს ჩვენი კოლეგა ლილიანა საითაძე ამზადებს ძალიან კარგ რუბრიკას სახელწოდებით მეზღვაურის დღიურები. ხუთშაბათი ლილიანას ბენეფიცია. კი, ნამდვილად. ელექტრომექანიკოსის რამაზ ბეჟანიძის შესახებ მოგიყვებათ, რომელიც დაახლოებით 40 წელია პორტში მუშაობს. უფრო სულად და დეტალურად გავიცნოთ რუბრიკის მეშვეობით. რომ არ მოვიტყვილო, აი ამ წელზე დაახლოებით 10 ჯერ მაქვს ახალი წელი გატარებული. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. სპორტი არის ჩემთვის მეორე ოჯახი. წასვლა აქედან არ მიფიქრია. სასამუშაოზე რომ გადავიდე, გადმოვიდე არა. ისე გავიდად რომ ვერ შევამჩნიე და გაგვეპარა დრო. ალბათ აქედან პენსიაში გავალ. მე ვარ რამაზი ბეჟანიძე. 63 წლის. ვარ ელექტრომექანიკოსი. მუშაობ ნავსადგურში 1986 წლიდან, თითქმის 40 წელიწადი. წარმოებაში ვყავდა ერთი გარდაცვლილი ასლანი ბოლქვაზე იყო, რომელმაც პირდაპირ ასე გამოსაზრდები და წადი ავცილობდა ჩააბარა ისწავლეთ, რა გაგაგდებს სამსახურიდან. დამემუქრა და მაგან მისი იმით ინიციატივით წავედი და ჩავაბარე საზღვაო აკადემიაში. ერთ-ერთი პირველი გამოშვება ვარ ელექტრომექანიკოსების. პარალელურად ვსწავლობდი, თან ვსწავლობდი. ესაც ჩვენი საამქრო იგებს. მუშაობა ნავსადგურში დავიწყე, ზეინკალ ელექტრიკოსის მოსწავლედ ვიყავი თავიდან პირველად. მაშინ ვიყავი 20 წლის. თანდათან გავიზარდე ნავსადგურში სპეციალობა, მე-6 თანეგზე ავედი. ჩვენ საქმიანობაში ყველაზე მეტად ვგებლავს თვითონ აი ამ პროცესი, რადგან დენი ეს ისეთი რაღაც არის, რომელსაც არ სუნიას არც ფერი. მასაც ძალიან საშიშიც არის, მაგრამ მომენტოს როცა იცი, პრობლემა არ არის. შრომატევადი არის, ახლა დასვენდებით, რა თქმა უნდა, დაისვენდე ჯობია იქ, მაგრამ მე მიშვეული ვარ და ვერ შვებული. ვეუბნებოდი რა, რომ გეყოფა ამდენი მუშაობა, გადაეღალე ამდენი ხანი მუშაობ, ცოტა დაისვენდება, მაგრამ ვერ ვისვენებ. ხომის მიჩვეული რო ვარ და ვეღარ დასვენება ჩემთვის არის არ ვიცი, ვერ ვძლებ. მართლაც ასეა ყველგარი ზედმეტი იმის გარეთ, ნახდათ სული თქმით ამ პოლჩი ვარ უკვე შეზდილი. დავითი როგორ ახლა დილით 9 საათიდან მოვიდოთ, კოლექტივი არიან აქ ჩვენთან, ჩემს გარდა არის ერთი 8 პიროვნება და ვაწარმოებ ძირითადად ამ წელზე ელექტროსათადარიგო ნაწილების დამონტაჟებას, მონტაჟს. ძრავებიდან დაწყებული, სიხშირული გარდამქმნელებით დამთავრებული და მე ვაკეთებ ძირითადად ტექნიკურ მომსახურებას ამ წელზე. აი საამქროში აქ სადაც ვარ, იქ დეტალი როცა გაფუჭდება, მაგალითად აი ძრავი რო გაფუჭდა. დაზიანდა ახლა მოკლე ჩართვა დაზიანდა და ამ დეტალს მოვხსნით ამ წელზე, ჩამოვიტანთ და გავარემონტებთ, შემდეგ წავიღებთ დავაბერებთ. ძრავი რომ მოვა დაშლილი პირველი უნდა შევამონტო მისი მდგომარეობაშია. ტესტერის საშუალებით უზომავთ მის წინაღობას, რამდენი არის წინაღობა და მოკლე ჩართვა რომ არის. როცა მოკლე ჩართვა იქნება, ჩავთავთ ასე. და ვამოწმებთ მის აბმოდგების ხვედები. როცა არის ეკრანზე ცოტა დიდვანი აი ძრავები, ელექტროძრავები, რომლებიც ფიზიკურად ძნელი არის ვერ ვშვლით, მიგვაქვს აგერ შემდეგ საამქროში. აგენი სპეციალიზირებული საამქროა, სადაც ხდება ამ დეტალების დემონტაჟი თავისი გაზები. გაუმაჯოს. ბარაბაზიში. მე დავბადიჟა გერა და მოვედი სტუმრად აგენ. გოჩა ბედაში რამდენი წელი მუშაობს? მე 29 წელი. მე ესე მეწევა 10 წელი კიდევ აგლია, ერთად მივშევთ. 29 წელი გევი.
ეს არის მეშვიდე ნავმისადგომი, სადაც განლაგებული არის ჩვენი ნავმისადგომი, ძირითადი ამწეები. სულ ყავს 4 ტიპის აისტი, ტვირთამწეობა 16-32 ტონა და ჩვენი სამსახურის ძირითად დროს ვატარებთ აი ამ ამწეებზე. სამანქანე განყოფილებიდან მთლიან აი ზევით რო ახედავთ, იქ დავდივართ უყველაფერი. განათებიდან დაწყებული გადაადგილების მექანიზმები, წაღანო ძრავი იყო ის რა ყველაფერს აქ ვარემონტებთ. ძირითადი ყველაზე ძირითადი დრო აი ამ ამწეებზე გვაქვს ვატარებთ ასე. სამუშაო დროს თითქმის ნახევარზე მეც. ეს არის სხვათაშორის ძალიან სახიფათო სამუშაო, ფიფათის შემცველი, მომატებული საფრთხის შემცველი სამუშაო. მაღალი წნევა ჩვენ ყოველწლიურად კომისიაზე გავყავართ, რომ მაღალი წნევა რამე არ იყოს და გვიფრთხილდება თვითონ წარმოების სახელმწიფოება ძალიან ის. დღეში ახლა 3-4 მინიმუმი ეს აუცილებლად ვიწევს ასწავლოს. არა, მივიჩვეული ვარ. არა. გაჭირვებით მეს მეგონა, მაგრამ არა, მივეჩვიე უკვე და ორგანიზმ ლამაზად. არც იმაღლის მეშინია, ლამაზად დავდივარ ჯერჯერობით. თქვენც გისურვებთ ზედამოდ გაიხარეთ და დიდი მადლობა არის. იხარეთ, იბედნიერეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ასე ვცდილობ შევიტანოთ წვრილი ქალაქისას და თვითონ ნავსადგურის განვითარებას. მადლობა ლილიანას, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას. კი, საინტერესო ამბით ვაგრძელებთ გადაცემას. ცოტა ხნის წინ გამოიცა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ნეიროქირურგია. 600 გვერდიანი სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. წიგნი მირზა ხინიკაძის, ვლადიმერ წიქარიშვილისა და შოთა ინგოროყვას ავტორობით გამოიცა. საიდან გაჩნდა იდეა, როგორი იყო სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესი და რა გამოწვევების წინაშე დგას ნეიროქირურგიის დარგი დღეს საქართველოში. ამაზე ვცვლად თავად წიგნის ავტორები ისაუბრებენ. ნეიროქირურგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული და პასუხისმგებლობით სავსე მიმართულებაა, სადაც თითოეულ წამსა და თითოეულ მოძრაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნეიროქირურგის პროფესია განსაკუთრებულ სიზუსტეს, სიმამაცესა და ემპათიას მოითხოვს. ნებისმიერი მედიკოსი, რომელიც აწარმოებს რაღაც ინვაზიურ ჩარევას სხეულზე, ერთის ხრივ გამბედავიც უნდა იყოს, ლიდერიც უნდა იყოს, ცოტა კარგი გაგებით აგრესორიც უნდა იყოს და ამავე დროს ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად გააკეთოს, რომ ზიანი არ მიაყენოს პაციენტს და ამ რაღაც შუა გზა უნდა ნახოს, ოპტიმალური გზა, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს პაციენტს და მინიმიზაცია გამოიწვიოს სავარაუდო გართულებებისა. ეს მოდის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, გამოცდილებით, ალბათ სტაჟით. ყველაფერი უცებ არ ჩდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამას თავდადებული შრომა ჭირდება და განცდა. ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მერვე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია, სადაც წარადგინეს პირველი ქართული სახელმძღვანელო ნეიროქირურგიაში. 600 გვერდიანი ნაშრომი, რომლის ავტორები არიან მირზა ხინიკაძე, ვლადიმერ წიქარიშვილი და შოთა ინგოროყვა. დღეს 21 საუკუნეში ინფორმაციის მოძიება, ინფორმაციის დამუშავება, ამისი პრობლემა არ არის ნამდვილად, მაგრამ აუცილებელია საგამანათლებლო სისტემისთვის, განსაკუთრებით რეზიდენტებისთვის, უმცროსი ექიმებისთვის, სტუდენტებისთვის წიგნის ქართულენოვანი ვარიანტის გამოცემა. უშუალოდ ეს წიგნი არის ევროპის ნეიროქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის ანალოგი თავისი შინაარსით. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო ქართველი პაციენტების, ჩვენი პაციენტების კვლევებით, ჩვენთვის მორგებული შესაბამისი გაიდლაინების ინტერპრეტაციით. ინსულტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ექიმთან დროულად არ მიდის, ან თვითმკურნალობას მიმართავს. ნეიროქირურგიაში კი დრო გადამწყვეტია. რა თქმა უნდა, ლიდერი ჩვენი პრობლემების არის სიზაროვანი პრობლემები. მეორე პრობლემა არის ონკოლოგიური პრობლემა. მესამეზე ალბათ ეს უკვე ტრავმები გადაუდებელი მედიცინა. აი არსებობს პრობლემები, რომლის მოგვარება შესაძლებელია, მაგრამ არის პრობლემა, რომლის მოგვარება შეუძლებელია. აი საუბარი მაქვს ავთვისებიან სიმსივნეებზე, რომლების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა, ინვალიდიზაციის ხარისხი შესაბამისად და არანაირი რესურსი არ აქვს, რომ პაციენტს დაეხმაროს. გადაწყვეტილების მიღებაც კი რთულია,
რაჯობია, ვთქვათ, რადიკალური ქირურგია და შესაბამისით ინვალიდიზაცია, თუ ვთქვათ, ასე ვთქვათ, პალიატიური მიმართულება, რომ პაციენტს საოჯახო გარემოში იყოს და იყოს მეტნაკლებად ადეკვატური, ან კიდევ მეტნაკლებად მორგებული, ხო, ეხლა ცოტა ამისი აღქმა რთულია. ასევე მნიშვნელოვანი არის დროული ჩარევა. დროული ჩარევა გულისხმობს იმას, რომ აი იგივე ისემიური ინსულტებთან ძალიან შეზღუდული დროა, თქვათ 6 საათში ოპერაცია უნდა ჩატარდეს, 8 საათში, 10, თქვათ, ხო? აი ეს მომენტიც არის, რომ აი გირეკავენ, თქვათ, იცი რომ შეიძლება დაეხმარო, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ დროში უკვე ვეღარ ეტევი რაღაცნაირად აი მორალური პასუხისგებლობა უფრო მეტია. ფატალური შედეგები შეიძლება ექიმისთვის გამოწვევად იქცეს. მიუხედავად გამოცდილებისა, ბევრი ნეიროქირურგი მძიმე სტრესს განიცდის, როცა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ ხერხდება. ეს ხშირად მათთვის პირად დარტყმად აღიქმება. არის ისეთი, როდესაც ფატალურად თავდება, ეს ძალიან დიდი დარტყმა არის სპეციალისტისთვის. ეს არის ნიშნავს, რომ ეს რაღაც მისი დანაშაულობა არის, მაგრამ იმ შრომას, რომელიც ჩადებული აქვს მას თვითონ, არ მოყვება კარგი კლინიკური ეფექტი. აქ ძალიან დიდი განცდა, სურვილი არის და ყოველთვის კითხვის ქვეშ დგას, რომ ამი ხო არ დავაკელი, ხომ არ შეიძლება და რაღაცა სხვანაირად გამეკეთებინა, უფრო სწრაფად გამეკეთებინა, რომ ეს ნარჩენი მოვლენები უფრო მცირედ ყოფილიყოს და დარჩენილი პაციენტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად ექიმები, ვისაც მძიმე პაციენტებთან აქვს ურთიერთობა, გვახასიათებს შეიძლება მშრალი შეფასება, მშრალი პასუხი, მაგრამ გარწმუნებთ, ყოველთვის ვიზიარებთ პაციენტის და მისი ნათესავების პრობლემებს და ემოციებს. საზოგადოებაში რომ მოვა ადამიანი და მადლობას გადაგიხდის, რომ თქვა დედა გადამირჩინე, ან კიდევ თქვა ძმა გადამირჩინე, ხო, ამაზე მეტი ბედნიერება არაფერი არა, ამას ვერც ფულით ვერ განსაზღვრავ, ვერანაირი სხვა ვერ ჩაანაცვლებს და ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი იმ სტიმულის, რომ ხვალ უფრო მეტი გააკეთო მედიცინაში, ну, რა თქმა უნდა, რაღაც ასაკი არსებობს, როცა უნდა გახვიდე, თქვა თამაშიდან, ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, აი თუ ექიმი, განსაკუთრებით ქირურგი, გაჩერდები იმით, რა დონეზეც იყავი, ხო, უკვე დისკვალიფიკაციის საკითხები უფრო აქტიურდება. ნეიროქირურგია მაღალი სტრესის, ძლიერი პასუხისმგებლობისა და რთული გადაწყვეტილებების პროფესიაა. პაციენტებთან, ოჯახის წევრებთან და გუნდთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეგოისტური თვალსაზრისით მომავალ ნეიროქირურგებს ვუსურვებდი კარგ ურთიერთობას ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგებთან და ინტენსივისტებთან. ეს ცოტა ხუმრობით შეიძლება, მაგრამ მე მინდა ვუსურვო დიდი შრომა, თავდადებული შრომა. არ დაიშურონ შეიძლება ჯანმრთელობაც, რომ ის პირველი საფეხურები გაიარონ სერიოზულად, ინტენსიურად, კარგი გამოცდილება მიიღონ, კარგი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, იყვნენ ყოველთვის გამარჯვებული, ყოველთვის გაიზიარონ პაციენტის პრობლემები და ნათესავების ემოციები. ეს აუცილებელი არის. თუ ექიმი ამას გაიზიარებს, თითქმის გარანტია, რომ იქნება ყოველთვის წარმატებული. წარმატებული მედიკოსი ნიშნავს ეფექტურ მკურნალობას, კარგ შედეგს, ანუ ხარისხიან ჯანდაცვას. დავბრუნდით ეთერში, თბილისის დროით ზუსტად 10 საათი შესრულდა და უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგა სოფო ხელაძე შემოგვიერთდება. სოფო, დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა, ანა დემი, ახალ ამბებს მოგიყვებით ზუსტად 10 საათზე. გისმენთ.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას დღეს საქართველოს პრემიერი. სამიტი დანიაში პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება, ევროპული დამოკიდებულებების შემცირება. ამ კონტექსტში პრემიერი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. სამიტის ფარგლებში არაერთი ინიციატივა გაჟღერდება, ცნობილია, რომ საქართველოს შეუერთდება საფრანგეთის ინიციატივას, რომელიც ნარკოტიკული კოალიციის შექმნას ეხება. დანიაში იმყოფება 47 სახელმწიფოს მეთაური. ევროკავშირს კი წარმოადგენს ევროსაბჭოს პრეზიდენტი, რომელიც ღონისძიებას დანიის პრემიერთან ერთად ხელმძღვანელობს. ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა უკვე მე-7-ად შეიკრიბა ამჯერად დანიაში. პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროპულ ლიდერებთან ერთად დისკუსიაში, რომელიც შეეხება ეკონომიკას, ევროპის დამოკიდებულებებს ეკონომიკის მიმართულებით. ჩვენთვის როგორც ისეთ ეკონომიკას აქვს ეკონომიკის პრიორიტეტი. ირაკლი კობახიძე დანიის მეფის ფრედერიკ მეათისა და დედოფალ მერი ელიზაბეთის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო. ვახშამი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეთა პატივსაცემად ამალიენბორგის სასახლეში გაიმართა. სამიტის მონაწილეთა შორის არიან 47 სახელმწიფოს პირველი პირები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები. საქართველოს პრემიერის დანიაში ვიზიტს და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობას ქვეყნისთვის მიცემულ კიდევ ერთ შანსად აფასებს ოპოზიცია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. რა თქმა უნდა, აუცილებლად მიიღებს ირაკლი კობახიძე კრიტიკულ გზავნილებს და ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ ეს მიწვევა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თანამეგობრობა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უბრალოდ არ წყვეტენ ცდელობას, რომ დაუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას და დაუბრუნდეთ იმ ცივილიზებულ გზას, რომელზეც აქამდე ვიდექით და სამწუხაროდ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს თავისივე განცხადებით დაასრულა. ამიტომ ეს კიდევ ერთი შანსია ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის და ყოველს დიდი იმედი გვაქვს უკვე რამდენი ხანია, რომ ისინი გამოიყენებენ ამ შანსს, თუმცა დიდი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ აქვს. ჩვენ ვართ ქვეყანა, შემდგარი ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესები, ქართული ხალხის აზრი და საზოგადოების განწყობები, რომელიც მიტანილი იქნება ნებისმიერ ადამიანთან და კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ ჩვენ ღია ვართ ყველასთან ურთიერთობისთვის, ვინც რა პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს, ჩვენ მზად ვართ, რომ დავსვდეთ კიდე საჯარო, კიდე დახურულ კარს მიღმა და ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, მაგრამ სამწუხაროდ ხედავთ, რომ კონკრეტულ საკითხებზე მცდელობა ვერ იქნება, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ მიერ პოლიტიკურად დაყენებული ნებისმიერი საკითხი არის აბსოლუტური ტყუილი და უბრალოდ არგუმენტებიც კი არ აქვს ამ ტყუილის გასამყარებლად. ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტა ესტრელა და საბინა ჩუდიჩი წარადგენენ რეზოლუციას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში. რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს იმის გამო, რომ არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ-ყლელობის ბრალდებით 74 წლის კაცი დააკავეს კახეთში, რომელმაც მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პარტია გიორგი მეტი თავისუფლების წევრ გელა ხასიას აღკვეთი ხელმისაწვდომის სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეძახილები მოხდა. გელა ხასიასათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ დამსწრეებსა და მანდატურებს შორის დაპირისპირება იყო. მანდატურებმა სხდომათა დარბაზში მყოფები გაიყვანეს სასამართლოს ეზოში, სადაც დაპირისპირება გაგრძელდა. სასამართლოს ეზოში რამდენიმე მოქალაქე დასჯავდა. დაშავებულია ასევე მანდატურიც. გელა ხასიას მიმართ წაყენებული ბრალდება სასჯელის სახე და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა სამგორში, რომელშიც რაიონის 4-ვე მაჟორიტარობის კანდიდატი მონაწილეობდა. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს. ათასობით მოქალაქე შეიკრიბა და ვისაუბრე ძალიან მოკლედ გაკეთებულ საქმეებზე წინა 8 წლის განმავლობაში კახი-კალაღაზის მერობის პირობებში და მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციებელ პროექტებზე 13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც ქართული ოცნების პირობებში არის, ეს იქნება გარანტირებული მომდევნო წლების განმავლობაში. თურქეთში ასობით დემონსტრანტმა ისრაელის მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის დაკავება გააპროტესტა, მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინელებსა და დაგმო ისრაელის ქმედებები. სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან მომიტინგეები სკანდირებდნენ ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებსა და მოუწოდებდნენ თურქეთის მთავრობას მიეღო უფრო მკაცრი ზომები ფლოტილიის დასაცავად. ეგრეთ წოდებული გლობალური სუმუდის ფლოტილია 40-ზე მეტი სამოქალაქო ნავისგან შედგებოდა, რომლებზეც 500 პარლამენტარი, იურისტი და აქტივისტი იმყოფებოდა. ისრაელის მხრიდან უკან დახევის შესახებ განმეორებით გაფრთხილების მიუხედავად ფლოტილია შეეცადა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადის გარღვევას მედიკამენტებითა და საკვებით. ფლოტილიის გემები ისრაელმა ოთხშაბათს დააკავა და ისრაელის პორტში გადაიყვანა. საპროტესტო აქციები გაიმართა იტალიაში, საბერძნეთში, კოლუმბიაში. ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საწყის პრიორიტეტულ პროექტებს, რომლებიც გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის ეგრეთ წოდებულ უპილოტო საფრენი აპარატების კედელს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა კოპენჰაგენში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ ფლანგის დაკვირვების პროგრამაზე ისაუბრა, რომელთა მიზანიც ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე საფრთხეების დაცლევაა. Artillery, drones and anti-drone systems, military mobility. მუსიკალური ბათუმი 2025-ის ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა სპეციალური პროგრამით წარსდგა. შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების პოპულარული საგუნდო ნაწარმოებები. ზოგადად არ ველოდი ხელოვნების ასეთ წარმოჩენას. ძალიან კარგი იყო, წყინვალე იყო ვიტყოდი. ამეტი რა გითხრათ, მე ხატვარი ვარ, მოხანდაკე და ჟესტების ენა მესმის, მაგრამ ხმითაც ასეთი რამის გადმოცემა მე შეუძლებელი მეგონა, მაგრამ ეს შეძლეს. ძალიან კმაყოფილი ვარ. სიამოვნე დღევანდელი საღამოთი, მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა თეატრის უფროსობას, მართლაც სასიამოვნო იყო და მადლობა თითოეულ იდეის ავტორს. დღეს გაიმართა მუსიკალური ბათუმის ბოლო კონცერტი. ქეთევან მანელიშვილმა წარადგინა მუსიკალური ცენტრის კაპელა და ეს იყო არაჩვეულებრივი, აი ფეიერვერკი, მუსიკის ფეიერვერკი ნამდვილი და ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ადამიანების აი ესეთი ტალანტების პერფორმანსი, ეს იყო საოცრება სოლისტებთან ერთად და რა ვიცი, საზოგადოებისთვის ეს იყო ძალიან დიდი ზეიმი. დღევანდელი კონცერტი მართლაც თანბეჭდავია, იმდენად, რამდენადაც ეს იყო მრავალფეროვანი, მრავალრიცხოვანი სცენაზე ვმაქ მე სცენის თვალსაზრისით ვამბობ, შემსრულებელთა თვალსაზრისით, ხარისხის სხვადასხვა სეგმენტი იყო მოცემული, კლასიკა, საგუნდო, საორკესტრო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ მე ვიცოდი, რომ ხალხი იქნებოდა კმაყოფილი და მე ვფიქრობ, რომ სამომავლო დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ჩემი გუნდის წევრებს, ჩემს მუსიკოსებს, არაჩვეულებრივ ხელს მადლობა. სასკოლო სპორტში მთელი ქვეყნის მასშტაბით მეათე საიუბილეო სეზონი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა, რაც ძირითადად მოსწავლეთა სიმბოლურ გარბენებს და სასკოლო სპორტის დროშების აღმართვას მოიცავდა. ცერემონიაში მონაწილე სკოლებს შორის მხიარულ სტარტებში მეგობრული შეხვედრები გაიმართა, ღონისძიებებში მონაწილე ყველა მოსწავლეს თაწმინდის პარკის ატრაქციონებით უფასოდ სარგებლობის პაკეტი გადაეცა. სასკოლო სპორტის კვირეული, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, მხიარული სტარტები, თავისუფლების თამაშები და კიდევ სხვა მრავალი პროგრამა უკვე 10 წელია, რაც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, ასევე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 74 ასეთი იყო ახალი ამბები 10 საათზე, მთავარი პირდაპირ ეთერში 12 საათზე დაბრუნდება, მანამდე კი ისევ დილის ტალღას ვუთმობთ ეთერს. მადლობა სოფო გემშვიდობები თვალამდე ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს ვინც ახლა შემოგვიერთდა და თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღას სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ეხლა კი ვნახოთ გადაცემის დასკვნითი ნაწილის ანონსი და მალე დავბრუნდებით.
სტუდიაში მომღერალ ნატო ღოღობერიძესთან ერთად დავბრუნდებით და ვისაუბრებთ წარმატების სიმღერაზე, საერთაშორისო კონკურსზე მიღებულ აღიარებასა და სამომავლო გეგმებზე. გადაცემას კი მუსიკალური ნომრით დავასრულებთ. სანამ მუსიკალურ თემაზე გადავალთ, მანამ საინტერესო თემაზე უნდა განვაგრძოთ საუბარი. პირველ რიგში შენთან გადმოვაკეთოთ, აი თვით დარწმუნების თეორიის შესახებ თუ გსმენია რაიმე? კი მსმენია. თუ იყენებ ხოლმე მეთოდიკას საკუთარ თავზე თუ იყენებ? ვცდილობ. აი როგორ რა მეთოდით? აი მაგალითად რო არ ვარ რაღაცა საკითხში დარწმუნებული, თუნდაც ჩემ თავს ვაჯერებ, ვაიძულებ რომ დაიჯერე, კი, ყველაფერი გამომივიდა და ეს რაღაცა პრინციპში დიდი ძალა აქვს. მეც მჩვევია ეს, ხშირად ეს სარკესთან მივალ ხოლმე და საკუთარ თავს აუნაბრე შენ ყველაზე მაგარი გავიხარ და ყველაზე მაგრად გამოგივა ყველაფერი და ესე ვარწმუნებ საკუთარ თავს და ბუნებრივია თვით დარწმუნების თეორია ძალიან მაგრად მუშაობს. სწორედ ამ თემაზე მოგვიმზადა სიუჟეტი ჩვენმა კოლეგა თიკო მიქელაძემ. ნახოთ და მალე დაგიბრუნდებით. ხშირად ჩვენ ადამიანებს ის გვიხდება, რისიც გვჯერა. ამას თვითდარწმუნების თეორია ჰქვია. ყოველივე ამის საფუძველს კი საკუთარ თავთან დიალოგი ქმნის. დიალოგი საკუთარ თავთან, შინაგვანი დიალოგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ფენომენია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საკუთარ თავთან მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას ვერც კი ვხვდებოდეთ და არც კი ვაფიქსირებდეთ. აი წარმოიდგინეთ, რომ დილით გავიღვიძეთ, ჩავიხედეთ სარკეში და აი აქ უკვე იწყება ჩვენი დიალოგი. უი, როგორ მაქვს თმა, მოსაწესრიგებელია. დღეს რამდენი საქმე მაქვს, ეს უნდა გავაკეთოს, რაც შეიძლება სწრაფად. ეს უკვე საკუთარ თავთან დიალოგია. ამ დროს ჩვენ ვგეგმავთ, განსაზღვრავთ ჩვენ დღეს და შინაგან დიალოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შინაგანი დიალოგი ხშირად განსაზღვრავს ჩვენ თვითშეფასებასაც. რამდენად პოზიტიურად ვართ საკუთარ თავის მიმართ განწყობილი. ეს ძალიან ხშირად აისახება ჩვენს მოქმედებაზეც ხოლმე. სწორედ შინაგანი დიალოგის საშუალებით, ჩვენი შინაგანი ფიქრების საშუალებით ხდება თვითმოტივაცია. საკუთარ თავთან დიალოგს თვითმოტივაციამდე მივყავართ, რომელიც ორი სახისაა: დადებითი და უარყოფითი. დადებითი თვითმოტივაციაა, როდესაც ჩვენ ვახალისებთ საკუთარ თავსა და დარწმუნებულები ვართ საკუთარ შესაძლებლობებში. ხოლო უარყოფითია თვითმოტივაცია მაშინ, როცა საკუთარი თავის მიმართ სკეპტიკურად ვართ განწყობილი. ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება როგორც ჩვენს თვითშეფასებაზე, ასევე ყოველდღიურობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. განწყობა ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს, იმიტომ რომ აი დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის თანახმად, როგორი განწყობაც გვაქვს, ჩვენი სხეულის ყველა უჯრედი სწორედ იმ მიმართულებით მუშაობს და ჩვენს გარშემოც თითქოს სამყარო ისე ბრუნდება, როგორი განწყობითაც მის მიმართ ვართ ჩვენ განწყობილი. რა ხდება ამ დროს? თუ მე მაქვს პოზიტიური განწყობა, ჩემთვის დაბრკოლება არის გამოწვევა. მე მზად ვარ გამოწვევას გაუმკლავდე და ეს გამომდის კიდეც. მაგრამ მე თუ ვარ ნეგატიურად განწყობილი, მაქვს შფოთვა, მაქვს შიში, მაშინ შესაბამისად რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ნაბიჯი არის არამყარი, არასწორი და წამგებიანი. მე გამიჭირდება მივაღწიო რაიმე წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ განწყობას ძალიან დიდი და ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს, ისეც ხდება, რომ ადამიანები ნეგატიურად არიან განწყობილი საკუთარი თავის მიმართ და ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში. თუმცა მაინც აღწევენ წარმატებას. საინტერესოა, რის ხარჯზე ხდება ეს? როდესაც მე საკუთარი ძალების არ მჯერავს, მაგრამ მაინც მოქმედება არ ვჩერდები, ხო? მაშინ ძალიან დიდი შანსი მაქვს, რომ მივაღწიო წარმატებას. ანუ მაგ შემთხვევაში სიფრთხილე მაქვს, მაგრამ მაინც მოქმედებ. მოქმედების მექანიზმი არ ითიშება. მაგრამ თუ კი მე არ მჯერავს საკუთარი ძალების და არ მოქმედებ, გავჩერდი. აი მანდ უკვე ვკარგავთ ყველაფერს. ამიტომ ძალიან ხშირად მართალი ხართ, შეიძლება საკუთარი თავის არ გვეჯეროს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვცადოთ. აუცილებლად უნდა ვსინჯოთ. და აქ ძალიან კარგი მექანიზმი ამუშავდება, რომ თუ გამოვიდა და
შევძელით, ხო ძალიან კარგი წარმატებულები ვიქნებით, მაგრამ თუ არ გამოვიდა, ეს ხომ გამოცდილებაა. საბოლოოდ ყოველივე ამას მივყავართ დასკვნამდე, რომ ჩვენთვის ადამიანებისთვის წარმატებისკენ სავალ გზაზე პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი მაინც მოქმედებაა. თუ მას პოზიტიური თვითმოტივაცია ერთვის, ნებისმიერი დაბრკოლება მარტივად გადალახვადი ხდება. დავბრუნდით ეთერში, ესეთია თვით დარწმუნების თეორია, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიანაც კარგად მუშაობს. კი, ნამდვილად. ჩვენ საინტერესო თემით ვაგრძელებთ ახლა გადაცემას და შევახსენებთ მაყურებლებს, ხო? შეგახსენებთ, რომ აზიის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსზე Silkway Stars საქართველოს მომღერალი ავთო აბესლამიძე წარადგენს. გასულ კვირას ჩვენი სტუმარი სწორედ რომ ავთო აბესლამიძე გახლავთ და გეტყვით, რომ წარმატებით გადალახა და ასპარეზოს პროექტში პირველი ტური, მოკლედ წარმატებით გადალახა. ავთო მუსიკალურ შესაძლებლობებზე არაერთხელ გვისაუბრია, რადგან სხვადასხვა მუსიკალური პროექტების გამარჯვებულია, თუმცა დამეთანხმებით, რომ მაგიური ძალა აქვს იმ კომპოზიციას თუ სიმღერას, რომელსაც ასე კარგად ასრულებს ავთო. სიმღერა, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე მას წარმატება მოუტანა, ავტორი ნატო ღოღობერიძე გახლავთ. მოვისმინოთ ფრაგმენტი და მალე დავბრუნდებით. წამოვა ფიქრები ვეხები თითებით მე შენზე ფიქრებით ვიხსენე იმ ლამაზ დროს ვებერთელა სხვა ნაპირს მივყვები ნელა მე შენი ისევ მჯერა გადამავიწყე ყველა თითქოს უგრძნობი ჩავა ტალღებს მივყავარ სადღაც ვარალა ახლა შენ მარტო ხარ ვერ ხვდები მაგრამ ხომ ძნო ცხოვრება გაჩუქე ამაზე მეც ნუ ხარ მთხო წამოვა ფიქრები მე აღარ ვეხები ნოს ასე დავივიწყებ შენს თავს და იმ ლამაზ დროს ვებერთელა სხვა ნაბირს მივყვები ნელა მე შენი ისევ მჯერა გადამავიწყე ყველა თითქოს უგრძნობი ჩავა ტალღებს მივყავარ სადღაც ვარალა რა კარგი სიტყვებია ტექსტში. მე შენი ისევ მჯერა. კი, ნამდვილად და დაქვე ვიტყვი, რომ ავთოს აქვს ეს სასცენო შარმი და ყოველთვის პრინციპში წლებია ჩვენ ავთოს უყურებთ უკვე როგორ ასრულებს სხვადასხვა სცენებზე და ყოველთვის მოაქვს ემოცია მის ნამღერს და ამ შემთხვევაშიც დავინახეთ, რომ ყაზახი მაყურებელი და იქ ჟიურის წევრებიც რაღაცა ემოციურად აღფრთოვანებული უსმენდნენ, თუმცა ბუნებრივია და ფაქტია ისიც, რომ სიმღერამაც გაამართლა და სწორედ ამ სიმღერის ავტორი, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, ნატო ღოღობერიძე, ჩვენთან ერთად არის ახლა დილამშვიდობისა ნატო. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მადლობა ასევე სიმღერისთვის, რომლითაც წარმოჩნდა ავთო AMD სცენაზე და მოდით დავიწყოთ საუბარი. ზოგადად როგორ მოხდა თქვენი, თქვათ, შეთანხმება? თავად დაგიკავშირდათ, თქვენ თავად შესთავაზეთ ეს სიმღერა თუ ეს კოლაბორაციის შესახებ გვიამბეთ და ასევე აქვე გვაინტერესებს თქვენ თავად თუ მოგეწონათ მისი შესრულება. თქვენივე დაწერილი სიმღერის. ზოგადად ჩემი სიმღერა არ არის საკონკურსო. მე ზოგადად თავიდან ვიტყვი ამას, რომ სიმღერას წერ არა საკონკურსო, მაგრამ
ამ ადამიანში იმხელა გრძნობა მოვიდა ერთ შვენიერ დღეს ჩემთან და მეუბნება ესეთი კონკურსია და სიმღერა მინდაო თუ შეიძლება შენი სიმღერა ვიმღერო ვებერთელა სხვაო და ეს სიმღერა უკვე არსებობდა ხო? აი სპეციალურად ამ კონკურსისთვის არ შექმნილა ესე იგი. შექმნილა. იყო ეს სულ თავიდან წამოვიდა ავთოსთვის ეს სიმღერა. ანუ ავთოსთვის დაიწყე. იდო თაროს კი. მერე უკვე გადავეცი ავთოს და გააკეთა ესეთი ფანტასტიკური. აი როგორი შეგრძნება ეს რაღაცა თქვენს დაწერილ სიმღერას რომ ღერის ადამიანი და თან ესეთი ემოცია და თან პლუს კიდე როცა მაყურებელიც და ჟიურის წევრებიც აი ამ ემოციურობით აღიქვამენ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი ემოცია მქონდა და ახლაც ემოცია მაქვს, ბევრს არ ვისაუბრებ ამ ემოციაზე, ზუსტად ის არის, მე ვუთხარი ერთი სიტყვით. ჩემი სიტყვა თქვი შენ და ნამდვილად ის გააკეთა, რაც კი. და ეს ჩანს უკვე ნავთო წარმატებით ემოციები ნამდვილად შემდეგ უკვე ჯერ არ ვიცით რა იქნება, მაგრამ უკვე გამარჯვებული ვარ მე პირადად, იმიტომ რომ ჩემი ესეთი ლამაზი სიმღერა, არა მარტო ვებერთელა, სხვა სიმღერებიც არსებობს, რომლებიც არის კარგი მომღერლები და ასრულებენ. მე ამაყი ვარ, მართლა ამაყი ვარ, ავთოს მადლობას გადაუხდი და ნახოთ რა იქნება. ასევე საინტერესოა, რომ ვისაუბროთ სიმღერის სპეციფიკაზე, თქვენ ავტორ-შემსრულებელი ხართ და აი რითი განსხვავდება საკონკურსო სიმღერები, აი შეიძლება რაიმე სხვა სტილია, აი როგორ ერგება მასებს საკონკურსო სიმღერები, რა განსხვავება, აი ამ დეტალებზეც რო ვისაუბროთ. ჩემი სიმღერა სიჩუმით არის ყოველთვის დაწერილი და როცა კონკურსზე გადიხარ, უნდა იყოს ესეთი და რადიკალურად შეცვალა. ავთომ ეს სიმღერა. უფრო იგრძნო სცენაზე სიმღერა და ანუ მოყვა ამბავი არახმით, მაგრამ ანუ რისი თქმა მინდა, ჩემი სიმღერა არ იწერება დიდი მასებისთვის. მაგრამ ავთომ ეს გააკეთა ისე, რომ ასეთი მოწოდება დაიმსახურა. როგორც ჩანს იწერება. როგორც იწერება, ალბათ იწერება, არ ვიცი ხო. მაგრამ ჩემი მუსიკა პირადად არის ცოტა სიჩუმით და კი, ახლა მოგვიყევით აი თქვენს მუსიკაზე, ზოგადად რაიმე თუ გქონთ ისეთი მუსიკა, რაც ესე ფართო მასშტაბით ჯერ არ იციან ხალხმა და სამომავლოდ გეგმავთ რომ გააჟღეროთ თუნდაც ჩვენი ეთერი. ბევრი მუსიკა მაქვს დაწერილი, თაროზე შემოდებული მაქვს ესეთი. და ეტაპობრივად აი როცა მუსიკას ქმნით ხოლმე, წინასწარ იცით ხოლმე აი რომელ მომღერალს მოუხდება ან ვისთვის არის ეს შექმნილი ქალისთვის, მამაკაცისთვის თუ აი მხოლოდ თქვენთვის ხართ თქვენს პირად სამყაროში ქმნით ამ სიმღერებს და შემდეგ უკვე სამყარო განკარგავს ვისი იქნება ეს სიმღერა, აი როგორ ქმნით? აი ზუსტად ეს სამყარო განკარგავს. ხო. უფრო მეტად გაინტერესებს. გაინტერესებს. ხო. არა რა ვიცი აბა. არის მელოდიები, რომლებიც არ ჩანს და არის მელოდიები, რომლებიც კარგი მომღერლები ასრულებენ და კი, და ბოლოსკენ სანამწავალს საინტერესოა თქვენი სამომავლო გეგმები კარიერულად, რომ მოგვიყვეთ რა გაქვთ დაგეგმილი და ასე შემდეგ, სანამ დაგემშვიდობებით. სიმღერა წერო ლამაზი და გაუზიარო და გაუზიარო ის ბედნიერება რაც ჩემს სიმღერაში. კი ბატონო, და ჩვენ ახლა ბუნებრივია ვერ გავუშვებთ ჩვენ სტუდიას თავისი სიმღერის გარეშე, რომელსაც თავად შეასრულებს. ეს სიმღერა იქნება ოცნების მატარებელი, ცოტა მხიარული, რომელსაც ასრულებს ნოდიკო ტატიშვილი. თუმცა თქვენ ხართ ავტორი და თქვენ შეასრულებთ კლავიშს. კი ბატონო, ჩვენ მაშინ დავემშვიდობებით მაყურებლებს. ხვალამდე გემშვიდობებით. პრინციპში ხვალ ახალი ეთერით თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ. ასეთი იყო დღევანდელი დილის ტალღა და გიტოვებთ რაღაც სახალისო სიმღერას, რომელსაც შეგვისრულებს ავტორ-შემსრულებელი ქალბატონი ნატო ღოღობერიძე. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. ვიცი მოვიდა ღამე ვარსკვლავებში ვჩანვართ ჩვენ ერთად დაველოდოთ დღეს სიყვარულს და ნათელმზეს ვარსკვლავები მიცქერიან შენზე ამბავს მიყვებიან
ნუ თუ აღარ მოხვალ ჩემთან ნუ თუ აღარ მომემფერები გელოდები შენ არ ჩახარ და გელოდები სადახარ ჩემი ოცნების მატარებელი ჩემი სიცოცხლის გამხარებელი ჩემი ოცნების მატარებელი და თეთრი დღე ისევ ერთად ვიქნებით მე და შენ და ეს ღამე ფიქრის ფანტელი ცვივა შენოთ როგორ მცივა მე შენი ხილვა მათბო და შენი სუნთქვაც მათბობს გელოდებით შენ და ძვიმას ყვავი მედის ხივი ბრწყინავს ჩვენი ნატრის თვალი ელავს ოცნებების სხვა როგორ ხელავს გელოდები შენ არ ჩახარ და გელოდები სადახარ ჩემი ოცნების მატარებელი ჩემი სიცოცხლის გამხარებელი ჩემი ოცნების მატარებელი და თეთრი დღე ისევ ერთად ვიქნებით მე და შენ და ეს ღამე ისევ ერთად ვიქნებით მე და შენ და ეს ღამე მადლობა